დღეს უნდა ვილაპარაკო იმაზე, რაც ჩემს ოჯახში ხდება. არ მუშაობ მსხვერპლებთან, მე მუშაობ დამნაშავეებთან. აღარ მელაპარაკება, რაღაცა ჩაიკეტა და რაღაცა ეს ნიშნები გაუფუჭდა სკოლაში. მწვრთნელები, მენტორები, მასწავლებლები არიან თავარი მაშენებლები ამ ბავშვების ფსიქიკის და თავარი დამანგრევლებიც რა. რა შემთხვევაში იჩაგრება ნიჭი? ძალიან ბევრი მშობელი საკუთარ შვილს ირიბად თუ პირდაპირ უყურებს რესურსად რა. მამებო, თქვენ გეხებათ ეს ძირითადად. დღეს ხო იცი არ უნდა წააგო, დღეს ხო იცი თავი უნდა გამოიჩინო. მე და ჩემი მეუღლე ვხოცავთ მაგაზე ერთმანეთს. ირიბი თუ პირდაპირ ძალადობა მიდის ხო ფსიქიკაზე. ცეკვის მასწავლებელმა ასე მოკლედ დაუყვირა. მშობლებიც რაღაც მომენტში მაგ რაღაცებში არ ტყუიან. როდის იქცევა მარცხი არა გამოცდილებად, არა მეტ ტრავმად. სპორტი ძალიან ბევრ რაღაცას გვასწავლის. შრომის უნარიანობას, კონკურენციაში ყოფნას. მესამე ტაიმს რას ეძახით? მე რო გამოვალ მოედინა რას მეტყვის მამა, რას მეტყვის დედა. ხო, აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. კონცენტრაცია ზოგადად თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო რთული უნარი ხდება. აჩქარებით გვიყურებ? თან ბავშვი რა აზრზე. მოგესალმებით. მადლობა რომ ისევ შემოგვერთით ჩვენს მომდევნო ეპიზოდში და როგორც ჩემი პოდკასტის აღწერილობიდან იცით, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ოჯახში ხდება. ხო და დღეს უნდა ვილაპარაკო იმაზე, რაც ჩემს ოჯახში ხდება. გულწრფელად და ვეცდები რომ მაქსიმალურად ისე რომ თქვენთვისაც ძალიან გასაგები იყოს და თუ თქვენც ყავთ ოჯახში მოზარდი თუ დადიხართ სპორტზე და ბჭყალებში რატომ ამბობ ამასაც ვიტყვით. ცეკვაზე ან რამე ისეთ აქტივობაზე, რაზეც იმედებს ამყარებთ, მოკლედ და თქვენი შვილი რაღაცნაირად ასე ხედავს თავის მამალს, აუცილებლად უნდა გვიყუროთ. და ნიკა ბუთლიაშვილი, სპორტის ფსიქოლოგი, არის ჩვენთან დღეს სტუმრად და მოვყვები როგორ გავიცანი ნიკა და რატო არის ის დღეს აქ. ჩემი შვილი თამაშობს დინამოს აკადემიაში, რა ვიცი, ჩემმა გამომწერებმა კი იცით, რომ ფეხბურთელია, ფეხბურთელობა უნდა და ძალიან სერიოზულად აღიქვამს ამ საქმიანობას. პირდაპირ რომ თქვა, ეს უნდა და მეტი არაფერი. და დინამოდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სპორტის ფსიქოლოგთან არის მშობლების შეხვედრაო. ჩემთვის ეს იყო ძალიან საინტერესო, ჯერტი გამიკვირდა, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში რაღაც ეს სპორტის გუნდები, კლუბები, რაღაცეები ცოტა ძველი დროიდან მოდის და რაღაცა ცოტა ძველი ტრადიციებით არის ბავშვების აღზრდა და ვარჯიში და რაღაცეები რა და ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენს გუნდში არის ეგეთი რაღაცა სამსახური სპორტის ფსიქოლოგების რა და მივედით შეხვედრაზე ნიკასთან და ნიკა ძალიან დიდი შთაბეჭდილებით გამოვედი ამ შეხვედრიდან, უბრალოდ იქ ვეღარ მოვასწარი, რომ პირდაპირ იქვე გამეკეთა ვინმე მოწვევა პოდკასტზე, ამიტომ აი ახლა შევხვდით. მაგ ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან ბევრი დარდი მაქვს რეალურად, იმიტომ რომ როდესაც შენი შვილის ცხოვრებაზე არის ლაპარაკი და მომავალზე, რა ვიცი, ბევრი შფოთვა არის რა, რაც შემოდის რეალურად. და ბევრი რაღაცა გვიშლის ხელს, ბევრი რაღაცა ხელსაც გვიწყობს, მაგრამ მოკლედ აი ამ პერიპეტიებში ვართ, რომ ეხლა რაღაცა პროფესიონალურ სპორტში უნდა ნელ-ნელა გადასვლა. რითი დავიწყოთ? მოდი პირველი კითხვა, რასაც ყველა მისვამს რა, კარგად თამაშობს, ანუ მაგარია, ანუ აი ეს ყველა ამ კითხვას მისვამს, რა ნიჭია აქვს. მოდი ვთქვათ, რა არის ეს მოზარდში ეს ნიჭი რა, რომელიც ყოველთვის ეს ჩვენ დროს ესე იყო დაპირისპირებული, ნიჭი და აი შრომა. და რაღაცა და ვინც ნიჭიერია, ის გავადით მოედანზე. ხშირად არის ხოლმე მადლობა მოწვევისთვის, ძალიან გამიხარდა ეს ინიციატივა რომ გამოთქვით, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რაც უნდა ვისაუბროთ. ზოგადად ეს დარგი სპორტის ფსიქოლოგია საქართველოში ახლა გაიკიდებს. ფეხს საიტზე ჩამოსათვალოდ ვართ დარგის სპეციალისტები, ასე ვთქვათ. და ჩემთვისაც ძალიან დიდი პატივია რომ აქ მას ვთქვათ საშუალება რომ ვისაუბრო ამ თემაზე და აი თქვენ რაც აღნიშნეთ რა დინამოს აკადემიის როლიც ძალიან დიდია, იმიტომ რომ აი ეს დარგიც რო იხვეწება, იმიტომ რომ რეალურად როგორც ვიცი, ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბი რომელსაც ფსიქოლოგი ყავს, ორი ფსიქოლოგი მუშაობთ ახლა ამ ეტაპზე
დინამოში და ჩემთვისაც აი ამ კონტინგენტთან შეხება აი ძალიან დიდი გამოცდილებაა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ საშუალება რომ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კონტინგენტთან ვიმუშაო ხო იგივე მწვრთნელები იგივე ბავშვები იგივე არ ვიცი სტაფი ასე შემდეგ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემას ვეხებით და პლუს რაც უნდა ითქვას რომ მიმღებლობა არის არ მიწევს აი მაგალითად ყველაფერზე ჭუბი რომ ეს ესე იყოს ის ისე იყოს ამ მწვრთნელებიც ასე ვთქვათ ჩემს პატივს ცემენ მეც მათ რაღაც მითითებებსაც ყურს უგდებ და საინტერესო არის რა უშუალოდ მუშაობის პროცესი და აი რაც შეეხება ზოგადად აი ნიჭს და ტალანტს და ასე ვთქვათ შრომის მოყვარეობას ხო ჩვენ ყველაზე ვამბობთ რომ ნიჭიერი შეიძლება იყოს ეს იცი რას თამაშობდა ხშირად გვესმის ხოლმე ხო რა ნიჭი დაიკარგა აბა ქართული ფეხბურთის ტრაგედია ამის სიკვდილი იყო ეს იყო ამ ადამიანის ვერ თამაში იყო ქართული სპორტის სიკვდილი ასე ვთქვათ აი ესეც ხო მოინათლება ხოლმე რა და ძალიან ბევრი დეტალი უწყობს მაგ სტერეოტიპს რა ჩამოყალიბებას იმიტომ რომ ერთი რომ ნიჭი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ნიჭის გარეშე ძალიან რთულია რომ რაღაც მომენტში რაღაც აითვისო მინიმუმ ათვისების ნიჭი რო გქონდეს ხო ანუ მაგ თუ არა რაღაც ათვისების უნარი კონკრეტული დარგის ხო და აი როდესაც მოდიან ბავშვები მით უმეტეს 5 წლიდან უკვე შეიძლება 4 წლიდანაც კი რაღაც მინიმუმში აჩვიო მოედანზე შესვლასაც ხო და ნელ-ნელა იზრდება და ნუ ეხლა თქვენი შვილი არის შენი შვილი არის 14 წლის და უკვე თამაშობს დინამოს აკადემიაში და ნუ თამაშობს თავისი ასაკობრივი ჩემპიონატში ყველაზე მაღალ რანგში ასე ვთქვათ. ძალიან რთული საფრთხეა რომ მას არ კონდეს ნიჭი, ხო? მაგრამ აქ არის მეორე დეტალი, შრომის მოყვარეობა, პლუს ათვისების უნარი, პლუს კლუბი როგორ მოქმედებს მის განვითარებას და პლუს კლუბს მიღმა რას აკეთებს, ხო? ძალიან ბევრი დეტალია, მით უმეტეს ხა ამას აქში, ხო? როცა გვაქვს აი მოზარდებზე საუბარი, სადაც ძალიან ბევრი ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ცვლილებებია, სადაც ნუ მე ემოციების აფეთქებაც არც ისე იშვიათია ხოლმე ამ დროს და ეს შეიძლება მის ბრალი არ იყოს უბრალოდ ნეიროქიმიური პროცესები მიდიოდეს ფსიქიკაში და ძალიან ჩვეულებრივ მომენტად შეგვიძლია მივიღოთ ეგ. ნუ რას სად ვაძლევთ ამ ტალანტს გასაქანს, ხო? შეიძლება ამ ასაკში ძალიან კარგი იყოს, ძალიან მაგარი იყოს, რა ვიცი, ყველაფერს ბრდღუნიდეს და მე გაიზარდოს და რაღაც ვეღარ აეწყოს მის კარიერა ისე როგორც შეიძლება დაგეგმილი ქონდეთ მის მშობლებს ან სხვებს. ახლა კონკრეტულად შენშულზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ზოგადად. არა, აბსოლუტურად მე რაღაცა ცნობიერად ვიცი ეგ რა, რომ ისედაც ყველას ერთნაირად ვერ წაუვა საქმე. და რა თქმა უნდა სტატისტიკურადაც ვიცი, რომ რაღაც ალბათ შეიძლება 1%-ია, ხო? ვინც რაღაცა ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს. დაღობთ აი რამდენი ბავშვი, აი რამდენი არის ეგეც სტატისტიკა, რამდენი ბავშვი არის ბავშვთა ფეხბურთში ჩაბმული დღეს, თქვათ აი ხო, მოსწრები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ხო ძალიან ბევრია რა, მასობრივია ძალიან და მით უმეტეს ამ ევროპის ჩემპიონატის მერე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა რა მომართვიანობა. და მაგანაც ძალიან კარგი საქმე გაუკეთა ერთი შეხედვით ქართულ ფეხბურთს, იმიტომ რომ მეტი კონკურენცია იქნება და ამ კონკურენტულ გარემოში უფრო მეტი გასქანი ექნება ტალანტსაც და ამ შრომის უნარიანობასაც და ასე ვთქვათ კონკურენციის ფონზე დაიბადება კიდევ უფრო ახალი თაობა რა. აი დაუბრუნდეთ იმ თემას, რა შემთხვევაში იჩაგრება ნიჭი? აი გეტყვით ის ვერ დავამთავრე რაც მინდა და მე თქვენ, იმიტომ რომ აი ხშირად არის ხოლმე რომ ამას აქში როცა შეიძლება ვიღაც სვამ ჩვენს ძალიან ნიჭიერია, მაგალითად უსწრებდეს ქრონოლოგიურ ასაკს ბიოლოგიური ასაკით. ეგ რას ნიშნავს? ანუ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მის ბიოლოგიური მომწიფება უფრო მაღალ დონეზე უფრო თქვათ უფრო მალე გაიზარდა სიმაღლეში, ვიდრე იყოს ხო ფიზიკურადაც უფრო მალე განვითარდა სისწრაფე შეიძლება მეტი კონდეს, ვიდრე სტანდარტულად მის ასაკის მქონე ბავშვებს. პარალელურად შეიძლება ვიღაცამ მოდნავში აფერხა განვითარება, ეგეც ბუნებრივია. აი წეღან ვახსენეთ ხო, მაგალითად წლის პირველ ნახევარში დაბადებული ფეხბურთელები და წლის მეორე ნახევარში, იანვარში. კი ბატონო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თავის ასაკში ხო, მე ხა არის 2013-იანი თუ 12-იანია თქვენი შვილი, შენი შვილი და გამოდის რომ 2012 წლის ბოლოს ვინც დაიბადა აი დეკემბერში, ნოემბერში, იმას თითქოს 1 წლით დიდია. ეს უპირატესობა შეიძლება კონდეს გარკვეული კატეგორიის მქონე ფეხბურთელებთან რა. ამასაც რაღაც მომენტში დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ნუ საბოლოოდ თუ შრომის მოყვარეობა თუ ნიჭია, ეს ყველაფერი დაბალანსდება უკვე დასულ ასაკშიც.
და მან ბევრი დეტალია რა აქ რაც ჩდება ხოლმე ამას შეიძლება უფრო მეტად შეიძლება ამაზე საუბრობდნენ იგივე ფიზმომზადების მწვრთნელები ის ადამიანები ვისაც აი ფიზიკურ და ბიოლოგიურ და ქრონოლოგიურ ასაკებთან უფრო მეტი შეხება აქვს და ფსიქოლოგიასთან ნაკლები კავშირი ქონდეს მაგრამ ანუ ფსიქიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რომ ამ ტალანტს სწორი გასახანი მივიცეთ აი მაგალითად თუ ჩემი შვილი უფრო განვითარებულია ვიდრე მისი ქრონოლოგიური ასაკი მოითხოვს ხო აი ამ მომენტშიც მან შეიძლება ცოტა მეტი რაღაც უნდა აიღოს თავის თავზე რომ ეს განვითარება კიდევ უფრო მაღლა და მაღლა ავიდეს და იქ არ დარჩეს იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაცები წამოეწიონ და მე იმ ტალანტს გასახანი ვეღარ მისცეს ხო და არა ის რომ ის ვეღარ თამაშობს არამედ სხვები გაიზარდნენ და ის ისევ შეიძლება იგივე დონეზე დარჩეს მის დონეს ანუ ამ ასაკშიც უკვე რაღაცა გამოდის რომ მაქსიმუმს ვითხოვთ. ანუ მე სულ იმაზე მიჩუყდება ხოლმე გული რეალურად რო თქვა რა როგორც მშობელს რომ ვინც ყველაზე დიდ წნეხს ახორციელებს ბავშვზე ეს არის ის ადამიანები ვისაც ის ყველაზე უყვარს. ანუ მშობელი რეალურად რა იმიტომ რომ რაღაცას სულ ვითხოვთ მათგან. ეს იქნება სკოლაში, ეს იქნება რაღაცა ქცევაში, თუ ეს იქნება სპორტში რა და ჩვენ რო ტრიბუნაზე ვართ ან ვესწრებით თამაშს, რაღაცნაირად მაინც გინდა არ გინდა, შენს თავში მაინც მაღალი მოლოდინები გაქვს. და ეს ხო ბავშვზე გადადის ყველა ვარიანტში. კი, რაღაც მომენტში და უფრო ხშირად აი პასუხისმგებლობის განცდა აქვს მშობლის წინაშე რა. ეს ცუდია. რაღაც მომენტში ცუდია, იმიტომ რომ აი მაგალითად ხშირად არის ხოლმე ფიქრი იმაზე, რომ მე რო გამოვალ მოედინა რას მეტყვის მამა, რას მეტყვის დედა. აი ხლა საქართველოს ბანკმა და ნაკრებმა გააკეთეს ძალიან კარგი კამპანია თუ ნახეთ არ ვიცი. სადაც ანუ ერთ-ერთი ფეხბურთელის მამა გიორგი ქოჩერაშვილს ეკითხება, რომ აი ჩემი შვილიო რო გამოდისო სტადიონიდანო, ანუ ყოველწლიურად ან ჩემ შეფასებას ან ნერვიულობს ხოლმეო თამაში დასრულების შემდეგ რაღაც ესეთი კომენტარი იყო და ქოჩერას პასუხი იყო, რომ მეც როცა თამაშს ვამთავრებდი, პირველი ფიქრი მქონდა იმაზე, რას მეტყვა და მამა ჩემი რა და აი ეს კამპანია ძალიან კარგად პასუხობს იმ შეკითხვას, რაც შენ დამისვი ახლა. იმიტომ რომ რეალურად როცა სპორტში ან პერფორმანსში ჩართული არის ჩვენი შვილი, ხო შეიძლება იყოს ცეკვა ბალეტი ასე შემდეგ. მშობელი კარგავს ხან და ხან ან უფრო ხშირად მშობლის როლს. ის ხდება უფრო მეტად კრიტიკოსი, უფრო მეტად მწვრთნელი, უფრო მეტად ანალიტიკოსი, არ ვიცი, ნუტრიციოლოგიც და ყველაფერიც. რაღაც მომენტში უნდა შეითავსო ხა ეგ როლებიც, იმიტომ რომ საკუთარი ბავშვის განვითარებას ეხება საქმე, მაგრამ არ უნდა იყოს რომ მაგალითად მოედნის მიღმა ჩემი შეფასება განსაზღვრავდეს იმას თუ როგორი ხარ მოედანზე. ანუ გულისხმობ იმას რომ აი შენ თუ ცუდად ითამაშე, ეგ იმას არ ნიშნავს რომ მე შენ არ მიყვარხარ ან რამე დამაკელი ან რამის წინაშე ხარ, ჩემ წინაშე ხარ პასუხისმგებელი, არა შენ თავის წინაშე ხარ პასუხისმგებელი პირველ რიგში, იმიტომ რომ მე რეალურად ვარ შენი მშობელი და არ ვარ შენი კლუბის წევრი, არ ვარ შენი მწვრთნელი, შენ თუ რაღაც ვერ ითამაშე, შენი გუნდის წინაშე ხარ პასუხისმგებელი და შემდეგ თამაში ან დადგები ძირთადში ან ვერა ან უფრო უკეთი თამაშებ ან ვერა ხო? ხო, მაგრამ აი განსაკუთრებით ფეხბურთში ვარ ამას დაკვირვებული, იმიტომ რომ მაგალითად ხა ჩემი გოგო უმცროსი ჩოგბურთზე დადის ცეკვაზე დადის რაღაცა შეხება მაქვს რა ამ წრესთან აი მაშინ იმაზეც სტანვარჯისეც დადიოდა. მაგრამ აი ფეხბურთში გრძნობ ეგეთ მიდგომას, რომ ეს ბავშვები, რომლებიც მომავალი დიდი ფეხბურთელები უნდა გაიზარდონ, აღქმულები არიან როგორც რესურსი სამომავლოდ ოჯახისთვის. ანუ ეს ჩემი ეს არის რაღაც გამოგონილი თუ მართლა არის ეს, რომ აი შენ უნდა ითამაშო დიდი ფეხბურთი და მე რაღაც ოჯახს გამოადგე და გახდე ცნობილი და ფული იშოვო და ასე შემდეგ. ანუ ეს სამწუხაროდ არის, რომ ძალიან ბევრი მშობელი საკუთარ შვილს ირიბად თუ პირდაპირ უყურებს რესურსად რა და ანუ ეს რესურსიც თან საიდან მოდის ხო, რომ აი ჩემი შვილი რესურსია. ხედავენ ტოპ მოთამაშეები სად არიან, როგორ წავიდნენ, რა გზა გაიარეს და რადგან ჩემი შვილიც ახლა ამ გზას გადის, ძალიან დიდი შანსია რომ მან ჩვენი ოჯახი, ჩვენი ქვეყანა ასახელოს, ასე ვთქვათ და გააკეთოს ის, რომ აი გაგვიყვანოს რა და ამოგვასუნთქოს, მაგრამ მეორე მხრივ რაც უფრო პატარა ასაკიდან ესმის ეს ბავშვს, მით უფრო წნეხი შეიძლება იყოს რა. თუმცა აქ უკვე მეორე დეტალით შემოდის ადამიანს, რომელსაც რაღაც რთული ბავშვობა აქვს გამოვლილი, მაგალითად ძალიან ბევრი ისტორია ვიცით ხო, წარმატებული ფეხბურთელების, რომელებიც საკუთარ თავს დანებების უფლება არ მისცეს და იმდენად ქონდათ мотиваცია იმისა, რომ მათ უკეთესი ცხოვრება ქონოდათ, რომ ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. მაგრამ ეს мотиваცია მოდიოდა შიგნიდან და არა გარედან.
აი ეს განსხვავება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აი ბავშვებს გაუჩინოთ შინაგანი мотиваცია. რატომ უნდათ ამის გაკეთება? როგორ? აი ეგ როგორ ხდება? იმიტომ რომ ბევრს მშობელს მაგის ცოდნა არ აქვს რა, ეგ როგორ გააკეთოს და ჩვენ მართლა სამწუხაროდ ვსწავლობთ ჩვენს გავლილ გზაზე რა და ჩვენ შეცდომებზე და მეც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს მაი მაგ გზაზე დაშვებული, რომ აი შინაგან мотиваციაზე რაღაცნაირად აი მაინც წნეხის გავლით მოქმედებდი რა. აი მაგალითად იყო ესეთი პერიოდი, როცა მე ჩემ შულთან ურთიერთობა გამიფუჭდა, იმის გამო, რომ ჩემს ფსიქიკაში სპორტი და სწავლა მქონდა დაპირისპირებული. და მე მართლაც მიჩუქდება ამას, რომ ვიხსენებ, იმიტომ რომ მე ეს რო გავიაზრე და რომ მივხვდი რომ აი რაღაცა ხდება რა და ჩემ შულთან აი რაღაცა აღარ მელაპარაკება, რაღაცა ჩაიკეტა და რაღაცა ეს ნიშნები გაუფუჭდა სკოლაში და ასე შემდეგ. მე მივხვდი რომ მე თუ მის აი ამ ძალიან დიდ ვნებას მოწოდებას არ ვაღიარებ და აი ამ სპორტს მე არ აღვქვამ სერიოზულად როგორც მის არჩევანს, არაფერი არ გამოვა რა და ძალიან ბევრი იმუშავე ჩემ თავზე, რომ ეს მიდგომა შემეცვალა, რომ ეს არ ყოფილიყო დაპირისპირებული. ხა შენ თუ არ ისწავლი, მაშინ თამაშიც არ გამოვა და მაშინ ნუ დადიხარ ამ ფეხბურთზე, იმიტომ რომ ბევრ დროს გართმევს, ნუ თად ესე არა, მაგრამ ახლა ვუტრირებ რა. დაახლოებით ეს მიდგომა შინაგან ძალიან მშობელს აქვს. და მე მოხდა ისე, რომ ჩავები რა მის საფეხბურთო ცხოვრებაში, უფრო მეტად და რაღაცა დავიწყე თამაშებზე, სიარული ვარჯიშებზე რაღაც ანუ და გავხდი მისი გულშემატკივარი რა მოკლედ. ოღონდ გულწრფელად და მხარდამჭერი და ნიშნებიც გამოუსწორდა. ანუ დამშვიდდა და რაღაცნაირად დაბალანსდა ეს ორი რაღაცა რა. ნუ ეს უფრო ადრე იყო დაახლოებით 3 წლის წინ, მაგრამ ნუ ეხა კიდე არის ეგ საკითხი კიდე მაინც დგას. კი, მისთვის ერთი სასიამოვნო რაღაცა რაც იყო ფეხბურთი. ხო, პირისპირ და თქვენთვის მეორე მნიშვნელოვანი რაღაცას რაც იყო სწავლა. და მისი გადმოსახედნა ხვდებით რა რთული იყო. რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ხშირად არიან ხოლმე მშობლები ამ გამოწვევის წინაშე და ნუ ზოგადადაც აი ამის მონიტორინგი შეიძლება ძალიან კარგი იყოს, რომ კლუბებში ხდებოდეს. ანუ გულისხმობ იმას, რომ განათლების, ანუ ნიშნების მონიტორინგი რა. კი მესმის რომ ნუ რაღაც არ არის მაინც და მაინც კარგი განათლების სისტემა საქართველოში და რთული ამ ყველაფერთან გამკლავება, მაგრამ აი როცა მაგალითად მშობელს სურს რომ განათლებაც მიიღოს და თან პარალელურად მისდიოს სპორტულ კარიერასაც, ანუ კლუბიც მაგალითად უნდა ახდენდეს იმის მენეჯმენტს, რომ იგივე მოიკითხოს ნიშნები როგორია, ხო? ნავი წამყვან ევროპულ აკადემიებში თითქმის ყველგან არის ეს, რომ ანუ ძალიან აქცევენ აკადემიურ მოსწრებასაც ყურადღებას, მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში, თქვენი და თქვენი შვილის შემთხვევაში რაც იყო, ეს არის რომ ანუ მას რეალურად ჰქონდა შინაგანი мотиваცია ვნება ამ სპორტის მიმართ, ძალიან უყვარდა და მისთვის ყოველ საყვარელ ადამიანმა უთხრა, რომ იცი რა, შენ ძალიან ხარ იმით გატაცებული და რაღაცა უნდა აქეთაც გადმოერთო და ეს შეიძლება იყო მე პროტესტის გამოძახილი, რომ ამ სკოლაში მოუკლო სწავლას, კი პროტესტებდათ და არ ვიცი რამდენად დაისახა მის პერფორმანსზე, მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში მოედანზეც ვერ იყო ისე კომფორტულად, როგორც აქამდე რა. თუმცა რადგან ჩვენ ადამიანები ყოველთვის შეცდომების განსწავლობთ და აგერ ახსენეთ, რომ ვიპოვე ჩემ თავში ძალა და დავიწყე მისი გულშემატკივრობა და თამაშებზე სიარული, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და აი მშობლის მხრიდან მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ თავარი ადამიანები ხო თქვენ ხართ მის ცხოვრებაში და ანუ მშობლისგან მიღებული ემოციური მესიჯი ბევრად ღირებული შეიძლება იყოს, ვიდრე ჩემთან გატარებული 10 სესია თუნდაც. კარგი და აი ეს მხარდაჭერა რაც პირობოთ აუცილებელია, როდის გადაიზრდება ხოლმე წნეხში რა, ანუ როდის არის უკვე ზედმეტი, მოდი ეს ვთქვათ და მამებო, თქვენ გეხებათ ეს ძირითადად ვიტყვით ამამად რა, იმიტომ რომ მართლა ეგრე არის, რასაც ვაკვირდები მოედნებზე, ძირითადად მამები არიან ისედაც ჩართულები, ვთქვათ, ფეხბურთის შემთხვევაში ვამბობ. შვილის ასე ვთქვათ, ვარჯიშებში, თამაშებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ამ წნეხსაც უფრო მამები ახორციელებენ, იმიტომ რომ თითქოს მამებმა უკეთ იციან ფეხბურთი და მათ შეუძლიათ, რომ ეს საფეხბურთო ანალიზითაც მოკლედ ამ ბავშვებს რაღაცა კიდე ასწავლონ რა. ხო და ვახსენეთ კიდეც იმ შეხვედრაზე თუ გახსოვთ, რომ საქართველოში ფეხბურთი ყველამ ვიცით რა, როგორც არ უნდა. ფეხბურთი და პოლიტიკა. მაგრამ რაღაცაში ყველა ძალიან კარგად ვერ ყვევით და ჩვენი აზრი არის აი
დრო დავადებთ ბეჭედ, всё რა. ეს არის თავი. ძირითადად შემთხვევაში აი როცა ირღვევა ზღვარი, ეს არის მომენტი, როცა იწყებენ მაგალითად თამაშების ანალიტიკურ გარჩევებს. მაგალითად როცა იწყებენ ყოველთვის ფეხბურთზე საუბარს, ფეხბურთს მიღმაც კი. აი მაგალითად გარეგანი აქტივობები რა, რაც არის ფეხბურთს გარეთ აქტივობები. რა ვიცი, წავიდნენ მამა და შვილი, ან დედა, მამა, შვილი, არ აქვს მნიშვნელობა. ფილმზე მაგალითად, ან რაიმე აქტივობა გააკეთონ ისეთი, რაც ფეხბურთისგან ცოტა დაადისტანცირებს ამ ადამიანს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ მოზარდებზე, რომლებსაც თვითშემეცნების სურვილი აქვთ. აინტერესებს, ძალიან ბევრ კითხვას უსვამენ საკუთარ თავს რა და ჩვენ ისევ ერთ ჩარჩოში ვაქცევთ, ისევ ფეხბურთია მათთვის და შემდეგ როცა იზრდებიან, მხოლოდ ამ ერთი სფეროს გარშემო იციან რაღაცეები და ეს შეიძლება იყოს მხოლოდ თამაში და არა თეორიული ნაწილიც, ესეც ძალიან დიდი რისკია, იმიტომ რომ მე სპორტულ განათლებასაც ნაკლებად იღებენ, ქართულ სპორტზე მაგ საუბარი რა თქმა უნდა აქვს და აი როცა მაგალითად ელაპარაკები შვილს მუდმივად ფეხბურთზე 2 საათი ზიხარ და თამაშს არჩევ რა, რომელიც ანუ ისედაც დამღლელი იყო მისთვის, ისედაც ამ თამაშს მწვრთნელთან ერთად გაარჩევს, იქ მწვრთნელი თავისებურ მითითებებს მისცემს. მე მშობელი შეუსწორებს რა ესე უნდა გააკეთო, მაგრამ ეს ბავშვი ციკარგება, ხო, კოგნიტური დისონანსი შემოდის და ვეღარ გადაუწყვეტე ვის დაუჯეროს ავტორიტეტს, როგორც მშობელს თუ ავტორიტეტს, როგორც მწვრთნელს. და ამით შეიძლება მშობელმა მწვრთნელის როგორც ინსტიტუციის ავტორიტეტიც დააქვეითოს, რომ ანუ აი მოდი კაცო აი მაგარა იცის მეგეთყვი აი ესე უნდა შეირბინო მაგალითად რატო არ ამოიტანე ბურთი მე ისე ტყვის რომ წვრთნელმა მითხრა რომ რაღა არაო და მე ესე უნდა არა ესეჯობდა და ასე შემდეგ ანუ აშკარად ნაცნობი სცენარია თქვენთვისაც ხო არა კი შევსწრები ვარ აბსოლუტურად ამას და ეს განხილვები თამაშების მერე მithkmis ყველა ოჯახში ხდება. მე უფრო ის დამაინტერესა. აი მანქანაზე მინდა აუცილებლად, იმიტომ რომ შენ დაარქვი ამას მესამე ტაიმი. მესამე ტაიმი მანქანაში, რომელიც ხდება თამაშის მერე და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, მაგრამ აი ეს ცოტა ღრმად მაინტერესებს, იცი რა საკითხი, რომ მოზარდი, რომელიც იხარშება მხოლოდ აი ამ ფეხბურთის თემებში და რეალურად შეიძლება კიდევ სხვა რესურსებს რაც აქვს, სხვა ინტერესებს საერთოდ ვეღარ ანვითარებს, ხო? და ამაში ჩვენ ვუშლით ხელს მშობლები რეალურად. ეხლა რომ უკვირდები, სხვა რაღაცებიც უნდა აკეთონ, ანუ მათი აღქმა თავისი პიროვნების მარტო ფეხბურთელად არ უნდა იყოს, ხო? ვინ ვარ მე? რეალურად. აი, შეიძლება დაუსვათ ხოლმე ხანდახან კითხვა საკუთარ შვილს, აი ვინ იქნებოდი რო არა ფეხბურთი, ან რას გააკეთებდი რო არა ფეხბურთი რა და აი იქნება იპოვოს რაღაც პასუხი, მინიმუმ ალტერნატივად მაინც რა. თუმცა აქ არის მეორე მომენტიც, როცა ჩვენ ფსიქიკას აქვს აღმასრულებელი ფუნქცია, ხო? რაც უფრო მეტ გასახანს მისცემენ ეს ფეხბურთელები ფანტაზიას, მოედნის მიღმა, მაგალითად რა ვიცი დახატავენ იმას რაც უნდა, დაწერენ იმას რაც უნდა, დაუკრავენ იმას რაც უნდა, ხო? შეიძლება მუსიკალური აქტივობა ქონდეს. მე მოედანზეც ცოტა თავხედები შეიძლება გახდნენ და თავის ფანტაზიასაც მისცენ გასახანი და არ იყვნენ რა შებოჭილები მხოლოდ ერთ სისტემაში. ანუ ეს კარგად გამოედგებათ. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ გადაიტანს რა მოედანზეც ამ გარეგან სიმშვიდეს გარეგან რაღაც აქტივობებს მოედანზეც რა და პლუს მოედანზე ნასწავლ რაღაცებს აქეთ გადმოიტანს, იმიტომ რომ აი სპორტი ხო არ არის მხოლოდ სპორტისთვის, რა სპორტი ძალიან ბევრ რაღაცას გვასწავლის, შრომის უნარიანობას, კონკურენციაში ყოფნას, ხო? და თუნდაც აი მე მაგალითად რაშიც ძალიან დამეხმარა სპორტი, ეს არის რომ აი ძალიან კარგად მასწავლა თვითმენეჯმენტი რაღაცეებში, საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნილება და მაგალითად აი კონკურენციაში შესვლაც, ხო? თამაშობდი სპორტში იყავ. კი, მეც ვიყავი სპორტში. და მშობლები როგორ იდგებოდნენ, ეგ ძალიან მაინტერესებს. ხო, ნუ ზოგადად ჩემი მშობლების როლი ძალიან ნაკლებია ჩემს სპორტში ჩართვაზე, იმიტომ რომ მაქსიმალურად მარიდებდნენ სპორტს, ან ფეხბურთს ოცნებობდნენ, ხო, ან პირველად 4 კლასი ძალით ჩვეულებრივ ქართულად ცეკვაზე ვატარეს, მე ფეხბურთი მინდოდა და ცურვაზე რა 3 წელი მოცურავ ვიყავი და ბოლოს აი ძალიან გვიან მივედი ფეხბურთზე რეალურად რა და ნუ უკვე ძალიან დაგვიანებული იყო ჩემთვისაც რა, თუმცა ნუ რაღაც ჟინი მქონდა ისეთი რაღაცას მაინც გავაკეთებ რა და მე აი მაგალითად იშვიათად დადიოდა ხოლმე მამა ჩემ თამაშებზე. საერთოდ არ იყო ნამყოფი და სადღაც უკვე 14-15 წლის რო რაღაცა ავთამაშდი ცოტა ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, დაიწყო ჩემ თამაშებზე სიარული და
აი მაშინ ვიგრძენი რომ ჯობდა ისე ვიგრაჩენილიყო სადაც ხო ანუ საინტერესო ის ხო აი ცხოვრებაში მაშინ ან ყვითელ ბარათი არ მქონდა მიღებული და პირველ თამაშს თუცა მამა ჩემი მოვიდი შემსაყურებლად მაშინ მივიღე ბარათი ხო ძალიან საინტერესო ის იყო ეგეც მე პლუს რაღაც გუნდი შევიცვალე და ამაშიც ჩაერთო მამა ჩემი და ნუ აი ასე ვთქვათ ტრანზიციის პერიოდშიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული რა ანუ ჩემი აზრით ეხა იმ მომენტში გამოცდილება არ მქონდა 15-16 წლის ასაკში, მაგრამ ხო ხშირად აი მშობლები იმდენად გვინდა რაღაც მომენტში დავეხმაროთ ჩვილებს, რაღაც მომენტში ზღვარსაც ვკარგავთ რა, სად არის ჩვენი როლი და სად არის მათი რეალური როლი რა. ნუ საბოლოოდ ეხა სუბლიმაცია ეწოდება ხო ფსიქოლოგიაში ამას რომ მე იქ რაღაც ვერ გავაკეთე და წამოვედი ეხა აქეთ ვცდილობ რომ სხვებს დავეხმარო. მაგალითად რომ სწორი მიმართულებით იმუშაონ რა და ჩემთვისაც ხო ასე ვთქვათ მშობლების როლი არც ისე ისეთი იყო რა უცნობი არ არის ანუ ბავშვის გადმოსახედიდან ხედავ მშობელს მემაზე ტრიბუნაზე და ეს სამშოვანი მომენტი არის ვლაპარაკობდით და თან ვფიქრობდი რომ ყველა მშობელს აქვს ეს აზრი ვინც აი რაღაც ვისაც რაღაცაზე დაყავს ესე შვილი კალათბურთი ფეხბურთი ცეკვა ჩოგბურთი თუ ასე შემდეგ და აქვს რაღაცა მიზნები და ანუ ბავშვი ხედავს ამ პოტენციალს სადღაც აქვს ის ფიქრი რომ შეიძლება ეს არ გაგრძელდეს ისე როგორც საჭირო, იმიტომ რომ იქ არსებობს ტრავმები, არსებობს გამართლება, არსებობს კიდე რაღაც გავლენები, რაც შეიძლება რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს და თქვათ ვიღაცა სხვა უფრო გავლენიანმა ან გავლენიანმა გადაწყვეტილებამ რაღაც ვიღაცა სხვა დააყენოს უფრო წინა ასე შემდეგ რა იმ მილიონი ფიქრი აქვს მშობელს რეალურად და აი ის მომენტი რომ ბავშვი სხვა რამეში ხედავდეს თავის მომავალს, აი ეგ როგორ უნდა გააკეთოს მშობელმა მართლა აი ჩემთვის ძალიან საინტერესო არის პრაქტიკულად, იმიტომ რომ ალტერნატივა რა არის ამ გზის, რომელიც როგორც ჩვენ ვთქვით, შეიძლება 1%-ში გამართლდეს, ან 2%-ში მხოლოდ. ალტერნატივა ერთი რაც არის, რომ განათლება რა თქმა უნდა და ზოგადად ანუ შვილის ფსიქიკაც მზად უნდა იყოს იმისთვის თუ რაღაც არ გამოუვიდა ხო რაღაც ალტერნატივა არსებობდეს ან მეტი ცნობიერების მეტი ამაღლება იმაზე რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ ფეხბურთი რა ხშირად აი სპორტში როცა ხარ ჩართული გონია რომ ანუ შენ უეჭველი თამაშებ ამ სპორტს შენ უეჭველი გახდები სპორტსმენი და როცა მაგალითად ეჯახები იმას რომ ისე ვეღარ მიდი შენი კარიერა როგორც გონია შემოდის მე რაღაც თვითშეფასების დაქვეითება, საკუთარი თავის კრიტიკა, უკვე როლი გაქვს დაკარგული, შეიძლება იყოს დეპრესიული ეპიზოდებიც, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია რა ეს. ასე რომ აი მშობელმა მაგალითად საფუძველი უნდა შექმნას, რომ რაღაც ალტერნატივა გქონდეს რა. აი თუნდაც ის რომ რა ინტერესი აქვს ფეხბურთის გარდა, ეგ აღმოაჩენინო ბავშვს. ძალიან ბევრი ინტერესი აქვს. აი მართლა როცა ვსაუბრობ ხოლმე სპორტსმენებთან. მაგაში ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ. ეხლა ჩვენი დღის გრაფიკს რო ვუყურებ ეს არა ქვე ხო ეს უნდა ჭამო იმიტომ რომ ენერგია გჭირდება ხვალ ვარჯიში გაქვს დაიძინე ესა რაღაცა მოემზადე ჩაალაგე ჩანთა იმიტომ რომ ვარჯიში გაქვს ვარჯიში ფეხბურთი ბურთი ენერგია რა აი სუტრიალებს ამის გარშემო ხა რეალურად რო უკვირდები მისი ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ სკოლაში საკმაოდ წარმატებულია მაინც რაღაცნაირად აი მისი აზროვნება სულ ამაში ტრიალებს და მე მგონი ჩვენც მაგაში ხელს უწყობთ ძალიან რა. თუმცა ჩვენ მაინც აქ ის უნდა გვესმოდეს რაღაც მომენტში. მაგრამ სხვანაირად ვერ ვამენეჯმენტ აი მე მაგალითად სპორტია ეს. აქაც ანუ თუ რაღაც მოვაკლებს სპორტსმენი საკუთარ თავს რაღაც დააკლებ ვიღაცა იქნება ვინც ჩვენზე მეც იშრომებს და წამოგეწევა ხო? ანუ აქაც როცა ჩვენ სპორტსმენებზე საუბრობთ რეალურად საუბრობთ რომ არ აქვს ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრება როგორიც მაგალითად არა სპორტსმენებს ან არა პერფორმერებს. ტიერი ანრის ინტერვიუს უსმენდი ამას წინათ და მიხსენებდა რომ აი 12-13 წლის მე ჩვეულებრივი ცხოვრება არ ვიცი როგორი იყო. ხო, იმიტომ რომ უკვე ერთვები იქ იმ დიდ სცენაზე გადიხარ და როდესაც ფეხბურთს თავი დავანებე ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ეს ჩემთვის უცხო იყო. ტიერი ანრი, ხო, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი. და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მოზარდებზე, რომლებიც ახლად გავენ პირველ ნაბიჯს პროფესიულ კარიერაში, ხო? ნელ-ნელა უკვე შემოდის იქ ნაკრების ცვლადი, სადაც ნუ აი ნაკრების წვრთნელი თუ მიყურებს ხა თავი უნდა მოვაწონო და ამ დროს შეიძლება დაიკარგონ კიდეც. აუ, ეგ ძალიან დიდი წნეხია ხა რომ თან ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში რეალურად ანუ მიზანი, აი მაგალითად ჩემი შვილის მიზანი, ახლა არის 14 წლის.
არის ეგ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდეს რეალურად, ხო? იმ ახალგაზრდულ ნაკრებში მის პოზიციაზე მოთამაშე რამდენი ფეხბურთელი ხვდება? ძალიან, ან 0.5%? ნუ ალბათ 2 ან 3, ხო? ხო, ანუ ერთი ძირთად ერთ საათს არიგოთ, რა ვიცი, შეიძლება ერთი ალტერნატივად. მაგრამ წარმოიდგინე რამხელა არის მიზანი. რამხელა არის კონკურენცია და რამხელა არის წნეხი ამ დროს. მაგრამ რეალურად ეს უნდა შეძლოს. აი, ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რეალისტურ ან არარეალისტურ მიზნებზე. აი, იმ შემთხვევაში თუ თქვენი შვილი თამაშობს, მაგალითად, დინამოს აკადემიაში არის ძირითად შემადგენლობაში, ან ასე თუ ისე უწევს თამაში და ხვდება, რომ რა ვიცი, მოდი ვიტყვი ადრე საქართველოში საუკეთესო გუნდშია, ხო? ეს რწმენა აქვს. რწმენა აქვს და პლუს ამას რატო არა რომ მაგალითად საქართველოს ნაკრებშიც მოხვდეთ შემოსაკობრიუში. ეს ძალიან რეალისტური მიზანია. მაგრამ თუ რაღაც მომენტში ხდა ის დავისახეთ ისეთი მიზანი, რომ რაღაც არარეალისტური იყოს და გავეთამაშოთ ისეთ მიზნებს, რომ ეს იყოს აი მაგალითად რა ვიცი, ჩემ ასაკში იგივე ბარსელონას ძირითადში მოხვედრა რა. წავიდა შემდეგ წელს სინჯებს და ძირითადში მოხვდე და ანუ შეიძლება ეგ ფლატ შორს არ იყოს, მაგრამ ძალიან რთული იყოს და შენ ხელოვნურად წევ თამასას და თუ იმ თამასას ვერ მიაღწია, მე შეიძლება პირიქით უფრო ქვემოთ ჩამოვარდე, ვიდრე აქამდე იყავი რა. აი მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორი არასწორი მიზნები მომენეჯმენტი. მოდი მოვუყვები მაშინ ამ გამოცდილებასაც, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ეგეთი მომენტი ცხოვრებაში, ეს იყო რამდენიმე წლის წინ, როცა რაღაც ისე მოხდა, რომ ბარსელონაში მოხვდა სინჯებზე. 10-11 წლის არის რა ამ დროს. რაღაცა ორ კლუბში ან მამას ყავდა წაყვანილი. გასინჯეს ამ ორ კლუბში და ძალიან დადებითად შეაფასეს. მერე ჩამოვიდნენ და არ ვიცი, იქ როგორც ხვდები, ბევრი ქართველი სკაუტები არიან, ვინც ეძებენ აქედან, ან ვისაც ინტერესი აქვს რა, რომ მოკლედ აქედანაც რაღაც ნიჭიერი ფეხბურთელები იქ ჩაიყვანოს სინჯებზე და დაგვირეკეს, რომ უშუალოდ ბარსას აკადემიაში გვაქვს შანსი, რომ მოხვდეთ სინჯებზე. ნუ იქ რო ჩავიდა, აბსოლუტურად მისი სამყარო, წარმოგიდგენთ ბავშვი, რომელიც ჩადის სოფლიოს უმაღლესი კლასის კლუბში, შედის ეგ რაღაცა საკუთარ გასახდელს აძლევენ, რაღაცა პირსახოცი იქ გარეთ პატარა გოგოები ფანები დგანან, მამისი ასაკის და გავიდა იქ მოედანზე და რა თქმა უნდა, მონაცემებით ბევრად დაბლა იყო, ვიდრე იქ თამაშე ბავშვები რა, იმიტომ რომ ფიზიკურად ბევრად ძლიერები იყვნენ, ბევრად უფრო მომზადებულები იყვნენ და ასე შემდეგ რა. ხო და არ ვიცი ხა შეიძლება გამიბრაზდეს ამას რო ვიტყვი, მაგრამ რო ჩამოვიდა ბავშვი იყო რა თქმა უნდა ახლა და ყველგან ამ თავის თანატოლებში ამბობდა რომ მე ბარსაში ვთამაშობ რა. რისი თქმა მინდა, რისი მოყოლა მინდა ამით. ახლა იქ რომ იყვნენ, წარმოიდგინეთ, რომ აი რაღაცა უკვე ოცნების კოშკებთან გაქვს რაღაცა სიახლოვე რა, რომ აი შენ აქ შეგიძლია ითამაშო, აი ჩვენ ამას ვიზავთ, ჩვენ იმას ვიზავთ და რაღაცა და აი ყველაფერი ამისთვის უნდა გავაკეთოთ და უკვე რაღაცნაირად თითქოს რო ჩამოვიდა მერე ეს ჩამოვარდნა მოხდა, რაზეც შესაუბრობდი რა, რეალურად, თორე ეს იყო მისთვის ფანტასტიკური გამოცდილება. ანუ ესეთი გამოცდილება შეიძლება, რავი, ძალიან ცოტა ფეხბურთელმა დააგროვოს ამ ასაკში რა, რაც მას ჰქონდა, მაგრამ აი ეს ის მომენტი იყო, როდესაც ძალიან შეიცვალა მისი ქცევა და აი მეტიც სკოლის მასწავლებელმა მითხრა, რომ რა მოხდა მის ცხოვრებაში, რატომაც ისე ძალიან შეცვლილია რა და ალბათ ეს იყო იმედგაცრუება კი არა, რაღაცა არასწორი მოლოდინები შევუქმენით, მე მგონი. ნახა იქ წორვალზე ავიდა და დაბრუნდა. წორვალი და მე დაბრუნდა განა რამე ისეთ შირაშიც თქვათ რაღაცა. უბრალოდ მისთვის ეს იყო რაღაც ქვეცნებერი ძალიან ძნელი. ხო და აი ეს ამ თემას მინდა შევეხოთ მშობლის მიმართ ისე უბრუნდები, აი რაღაცა ოცნების კოშკის დასახვას, რომ აი რადგან კვარა მე შეძლო, შენც ეს უნდა შეძლო. და ამ დროს შენ იცაგაკ გახდა. ხო, აი როგორ დავაბალანსოთ ეგ? ყველას ეგ უნდა, ეგ წარმოუდგენია, რომ ეგ მოხდება. თვითონაც ხო იციან ეგ. ანუ რეალურად აი ჩვენ თუ საუბრობთ შინაგან мотиваციაზე, უნებაზე, თვითონაც იციან რომ კვარა მე შეძლო, თვითონაც იციან როგორ შეძლო კვარა და მთავარია თვითონ იპოვონ საკუთარ თავში ძალა, რომ ადგენენ და გააკეთონ ის გასაკეთებელი, რაც აქ ანუ ყოველ დღე მაგალითად საკუთარ თავს დაუწესონ რაღაც კონკრეტული მიზნები, პატარ-პატარა მიზნები რა.
რომ აი პატარა მოგებული ბრძოლაც კი საკუთარ თავთან ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ დიდ გამარჯვებამდე მიხვალ რა. და იმ მშობლის მხრიდან კიდე ზედმეტი შეხსენება, რომ აი შენ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო, შენ მაგარი ფეხბურთელი უნდა დადგე, შენ უნდა გვასახელო, შენ უნდა მოიგო, შენ გოლი უნდა გაიტანო დღეს, ჰეტრიკი უნდა შეასრულო, ხო? შედეგზე ორიენტირება და არა რეალურად იმაზე, რის გამოც ამ სპორტს თამაშობს. ხო, აი რატომ პატარა ბავშვებიც ხო ძალიან ბევრი დადიან რა ამ სხვადასხვა წრეებზე და ეს რაღაცა მშობლების არმია, რომელიც არის აი ძალიან ჩართული და ამ ყველაფერში ძალიან ისე მიყვებიან ამ ბავშვებს რა 5, 6, 7 წლის ასაკში, 8 წლის ასაკში, სამ დაიწყება რაღაც უფრო პროფესიული სპორტი. თავიდანვე არასწორად არის მიწოდებული, აი ეს რისთვის ხდება? კი, აი თუ გახსოვთ შეხვედრაზე ვახსენე, მშობლის ამბიცია ბავშვის ფეხბურთელის წინააღმდეგ რა, მოკლედ, ანუ ხშირად არის ხოლმე, რომ აი იმიტომ შეყავთ სპორტზე, რომ აი თვითონ აქვთ ამბიცია, რომ აი ჩემმა შვილმა უნდა ითამაშოს ფეხბურთი, ჩემი შვილი უნდა გახდეს, რა ვიცი, მარადონა. სუხიშვილების მოცეკვავე უნდა გახდეს. ხო, და ანუ აქ უკვე პატარა ასაკიდანვე რაღაც მომენტში მიზანი დაკარგული რა, იმიტომ რომ მიიყვანე ბავშვი, იმიტომ რომ ისიამოვნოს, შეუყვარდეს, ემოციური ბმა ქონდეს სპორტთან, ეცადეთ რომ მისი თამაში გახდეს და არა თქვენი და ზუსტად ამიტომ დენ დოილი ამერიკელი სპორტის მეცნიერი, რომელმაც შემოიღო hands off ფილოსოფია, სადაც ანუ ჭეშმარიტად არის გაწერილი, რომ მშობლის ზედმეტი ჩართულობა არის რისკი იმისა, რომ ათლეტმა ვერ შეძლო საბოლოოდ მაღალ მწვერვალებზე ასვლა. მშობლის ზედმეტი ჩართულობაში იგულისხმება, რაც ჩვენ წეგან ვახსენეთ, ხო, ისევ რომ აი ყველა დეტალში არ უნდა ეძიებოდეს. რაღაც მომენტში ავტონომია უნდა შეუქმნას შვილს, რომ იმან თავისი გზა გაიაროს დამოუკიდებლად. აი ვან პერსის მაგალითიც რომ ქონდა მოყვანილი, ხო? დღეს უკვე დებიუტი ქონდა მის შვილს ფეინორდში, სადაც თავად ვან პერსია მწვრთნელი და 5 წლის წინ ქონდა საკუთარ შვილთან როგორი საუბარი, ხო? როცა თამაში არ მოუწია, წუწუნებდა მისი შვილი და იმის ნაცვლად რო ეთქვა როგორც სტანდარტულად ქართველი მშობლები ეტყოდნენ რომ არაუშავს შენ მაინც შეგიძლია ჩემი შვილი ხარ და ითამაშებ ან გათამაშებენ არა პირიქით უთხრა რომ შენ თავში იპოვე ძალა ნუ წუწუნებ მწვრთნელებზე ნუ წუწუნებ სხვა ყველაფერზე იწუწუნე შენ თავზე შენ თავში იპოვე ძალა რომ ადგე და გააკეთე შენი გასაკეთებელი ვან პერსის ესეთი ფრაზა იყო რომ მე მაინც მეყვარები გინდა ფეხბურთი ითამაშე, გინდა ვერ ითამაშე, მაგრამ შენ თუ იძახი რომ ეს შენი ვნება და ეს შენი მისწრაფება, მაშინ ადექი და შენ თავზე აიღე პასუხისმგებლობა და ავდექიო და მეორე დილითო ხედავ როგორ დარბის, როგორ ვარჯიშობს და აი იმ დროს გავიაზრე რომ მიხვდა რომ საკუთარ თავს პასუხისმგებლობა უნდა აიღო და მაშინ ეს ბიჭი იყო 19-ის, ნუ ის 13 წლის და ახლა უკვე მგონი 18-19 წლის ასაკში დებიუტი ქონდა ფეინორდში, შემოვიდა 2 გოლი გაიტანა. ანუ 5 წლის განმავლობაში ამ ბიჭმა აშკარად იმუშავა თავის თავზე. მაშინ როცა მაგალითად თავისი ასაკობრივის 14 წლამდე გუნდშიც ვერ თამაშა, ხო რაღაც თამაში, ანუ ეხა თუ ვიღაცას რაღაც თამაში არ უწევს, ეგ არ არის გარანტია იმისა, რომ 1 წელიწადში, 2 წელიწადში არ მოუწევს. ხო, ძალიან მობილური პროცესია სპორტი და შეიძლება რაღაც მომენტში ისე გაასწროს ვიღაცას რომ წარმოვიდგინე. გასაგებია დიდ სპორტს რო ცოტა ხანი, დიდი სპორტი რომ ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ. აი ძალიან ხშირად მსმენია მშობლებისგან, რომ აი ის მწვრთნელი რაღაცა არასწორი მიდგომით არის, სუდათ ელაპარაკება ბავშვებს, იმ ცეკვის მასწავლებელმა ასე მოკლედ დაუყვირა, ესეთ რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა და ასე შემდეგ. ეს არის რეალობა. რომ მოკლედ რისი კითხვა მინდა იცი, შეუძლია თუ არა მწვრთნელს, მასწავლებელს, არ ვიცი, მენტორს რაღაცა საკითხში დაანგრიოს ბავშვის თვითშეფასება, ისე რომ სპორტში კი არა, საერთოდ ცხოვრებაში შეუშალოს ხელი ბავშვს. კი, როგორ არა, ძალიან ბევრი მაგალითია. ანუ გულისხმობ იმას, რომ მწვრთნელები, მენტორები, მასწავლებლები არიან თავარი მაშენებლები ამ ბავშვების ფსიქიკის და თავარი დამანგრევლებიც. რა, თავარია რომ სწორი მიდგომა იყოს. აი ხ მაგალითად ამას წინათ ვლაპარაკობდით ბავშვთა დანგრეულ ფსიქიკაზე მოკლედ. რამდენი ერთი თვის წინ ვიყავი კორნეა სპორტსის ხელშეწყობით ტრენინგები გავიარე ესპანეთის აკადემიებში და იქ ვკითხე ვალენსიას ასაკობრივი გუნდის ფსიქოლოგს, რომ აი მაგალითად როგორია შენი მუშაობის სტილი, ვისთან უფრო მეტად მუშაობ, მოზარდებთან, მწვრთნელებთან და ძალიან საინტერესო პასუხი მივიღე და ასე ვთქვათ, ჩემი დაკვირვებითაც დაახლოებით მასე იყო, რომ მე რეალურად
არ მუშაობ მსხვერპლებთან, მე მუშაობ დამნაშავეებთან ბრჭყალებში. ანუ გულისხმობ იმას, რომ უფრო მეტი აქცენტირება იგივე მწვრთნელთა ფსიქოგანათლებაზე, იგივე მწვრთნელის ფსიქოემოციურ სტაბილურობაზე, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ მომენტში ფეხბურთელის ფსიქოემოციურ სტაბილურობაზე. გულისხმობ იმას მოზარდობის ასაკში, ხო, რაღაც 10-დან 14-15 წლამდე, იმიტომ რომ ამ დროს ხდება ფსიქიკის ფორმირება როგორც სპორტსმენის, ამ დროს არის ემოციური ბმა სპორტთან, შეიძლება დაიკარგოს, შეიძლება გამძაფრდეს და აი ამ დროს სწორ მწვრთნელის სწორ მიდგომას აქვს, აი როგორი ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი ძალა. და აი ზუსტად ამიტომ მშობლებიც რაღაც მომენტში მაგ რაღაცებში არ ტყუიან. მე თვითონ მაქვს ნანახი აი სხვადასხვა სპორტის სხვადასხვა მწვრთნელები როგორ არასწორად ექცევიან საკუთარ შვილს, იგივე ცეკვის მასწავლებლებით თუ გინდა თავიღოთ, იმიტომ რომ ისინი რეალურად მათთვის ავტორიტეტები არიან და ამ დროს ანუ ირიბი თუ პირდაპირ ძალადობა მიდის, ხო, ფსიქიკას დამაკნინებელი სიტყვები, ყვირილი, ღრიალი, კარგია რომ ხელით შეხებები აღარ არის, მაგრამ ხო, ესეც არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო, ხო? ანუ ჩვენ და ვიცოთ რა სიტყვა უთხრათ ფეხბურთელს, ხო, აი თუნდაც აი მინიმუმ რაღაცა ისეთი დამაკნინებელი სიტყვაც კი შეიძლება მის ფსიქიკისთვის იმდენად დამღუპველი აღმოჩნდეს, რომ ანუ უბრალოდ აღარ მოუნდეს ამ სპორტთან მოსვლა და ძალიან ბუნებრივიც არის. მე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ აი რაღაც 16 წლის ასაკში კარიერა დაამთავრა და კარგი ბიჭი იყო და რაღაც უბრალოდ. აი მაგალითად რა არის ეს ფრაზები, რაც აი პირდაპირ ურტყავს აი ამ თვით შეფასებას და ფსიქიკას ბავშვის. ხო, აი პირველ რიგში რაც თეორიულად ვიცი, რომ ძალიან ბევრმა მწვრთნელმა იცის, ეს არის, რომ შეცდომის დაშრობა მოსულა, მაგრამ ბავშვებსაც ამას აგონებენ, მაგრამ როცა პრაქტიკაში გადადიან, ამ შეცდომაზე მიდის ისევ ჩაკირკიტება, მიდის ისევ გარჩევები მწვრთნელების და მშობლების მხრიდანაც ასევე მოდი შემოვიყვანოთ მშობლების. ხო, მაგრამ აი არგუმენტად გეტყვიან, რომ თუ არ გაანალიზდა ეს შეცდომა, აბა მაშინ მაშინაც იყო ეს არგუმენტი, ხო გახსოვს? კი, მახსოვს და ანუ იქ და იმჟამად უნდა გაანალიზდეს, იმიტომ რომ თამაშის პროცესში თუ რაღაც მომენტში ერთი შეცდომა დაუშვა ფეხბურთელმა და იმ შეცდომას ისევ და ისევ ჩაყვავს, ანუ დანარჩენი შეცდომებიც მოვა. და თუ ის შეცდომა იქვე დატოვა, ძალიან დიდი შანსია რომ ჩვეულებრივ გააგრძელოს თამაში და აი ეს უჭირთ დღეს ფეხბურთელებს, რასაც ვატყობ ხოლმე და აი რაც მე ანუ ასე ვთქვათ პრაქტიკულ გამოცდილებაში მაქვს, რომ რაღაც შეცდომას რო დაუშვებს ფეხბურთელი, იმაზე ნერვიულობს რომ შეცდომა დაუშვა და მე ამას მოყვება კიდე ახალი შეცდომა. იმიტომ ნერვიულობს რომ მწვრთნელი ხო ბოლო ხმაზე უხავის. მოდი ვთქვათ. ნუ ხშირად არა, მაგრამ არის შემთხვევები. და ასევე, ნუ პირველ რიგში თავის თავთან ხო იცის, რომ ეს რაღაცა ვთქვათ, ესე არ უნდა გაეკეთებინა ან სხვანაირად ჯობდა და მე კიდე ვთქვათ, აქ მოლოდინი, რომ კიდე სახშიც იქნება განხილვა, რომ აი ეს ესე რო არ ყოფილიყო თუ რაღაცა. ანუ ისევ გადავინაცვლებთ აი ამ მწვრთნელების ანუ იმ მომენტში არ უნდა მოხდეს აი ეს შეძახილი მშობლები ტრიბუნიდან რამდენჯერ ყოფილა რომ რასაკეთებ აზე არ ახარ ანუ პირდაპირ ისინი რა ძალიან ხშირად გამიგია ეგეთი რაღაცა ძალიან პატარა ასაკზე და საუბრობთ 7-8 წლის ბავშვებზე ანუ და ესთან გრძელდება წლები ერთი და ორი შემთხვევა ხო არა და მისმინე გამომხედე მე რასაც გეუბნები გაიქეცი წაართვი ანუ ჯერტი ეს როცა ემოციურად ხარ მშობელი რა თქმა უნდა შეიძლება ეს შეძახილები გააქვს მაგრამ ისეთი შეძახილებიც მსმენია მწვრთნელის მხრიდანაც და მშობლის მხრიდანაც, რაც უბრალოდ არ ვიცი, ალბათ ძალიან დამაზიანებელია. ამიტომ მნიშვნელოვანი ფსიქოგანათლება, ხო, კიდე ერთხელ არა აუცილებელი რომ ყველა დეტალში ვერკვევოდეთ, მაგრამ მინიმუმ რა არის ჯანსაღი მიდგომა და რა არა ჯანსაღი, ეს უნდა იცოდეს იგივე მწვრთნელმაც და იგივე მშობელმაც რა, როცა ესეთ რაღაც ეჭიდები, იმიტომ რომ აი მაგალითად დაუშვა შეცდომა, ხო? ფეხბურთელმა. და აი როგორია ჩემი როგორც მშობლის რეაქცია. ამ შეცდომაზე. ნუ თუ ჩუბზე ხელი შემოვირტყი, საშინელი რეაქცია ალბათ. ხო, და თან დაგინახავს ალბათ იქიდან და მე მთელი თამაში შეიძლება ვიფიქროს იმაზე, რომ მშობელს გული გაუცრუე. თუმცა მეორე მომენტში შეცდომა დაუშვა და როგორია მწვრთნელის რეაქცია. მწვრთნელის რეაქციაც უნდა იყოს ისეთი, რომ ამ ფეხბურთელის განწყობაზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე არ იქონიოს გავლენა რა. შეცდომა რომ დაუშვა თვითონაც ძალიან კარგად იცის და ამისთვის არსებობს მე განხილვები, ვარჯიშები, რითიც შეუძლიათ გამოასწორებინონ ეს შეცდომა და შეცდომას კი თვითონ უშვებს, მაგრამ მოსულა ხო ამ შეცდომის დაშვებაც რომ რაღაცა ისწავლოს. ფრაზები, რაც პატარა ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომელიც აი ჩაბმულია რაღაც ეგეთ აქტივობაში, რაც ძალიან უყვარს მოწონს და უნდა რომ ეს წარმატება გაჩვენოს. ხო, აი მაგალითად
პირველი რაც არის ხოლმე მე მინდოდა სულ ეს ყოფილიყავი და არ გამომივიდა და ახლა შენ უნდა იყო ეს ადამიანი ვინც ამას შეძლებს. ეს უკვე რა ვიცი თავის ნარცისული გამოვლენა ამ მშობლის რაღაც ნაწილის და ესეც ასე ვთქვათ არა იშვიათი. მაგალითად არ უნდა უთხრა იგივე თამაშის ან ბრძოლის წინ რომ აი დღეს მაგალითად შენ უნდა ჩააგდო 20 ქულა. ხო ან რა გაიტანო 3 გოლი. შედეგზე ორიენტირებული არ უნდა იყოს რა ბავშვი, იმიტომ რომ ის მე წნეხს და რაღაც თამაშას უწესებს რა და აკარგინებს თავს. რო სიამოვნების განცდა სიამოვნების გამო ითამაშო. შეიძლება გოლი ვერ გაიტანოს, მაგრამ ის სიამოვნოს იმდენად თამაშით, იმდენად ბევრი რაღაცა ითვისოს, რომ არ ვიცი რა. ხო, აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროცესი მოწონდეს და მარტო არ იყოს მაგალითად აი ისე თავდამსხმელებს ხშირად აქვთ ხოლმე ეგ რომ აი მაინც და მაინც გოლის გატანის მიზნით ბევრშეც დამოსუშვებენ არის ეგრე? აი ეს რა არის ეს დეტალურად არ ვარ დაკვირვებული მაგაზე მაგრამ აი თავდამსხმელების ფიქრი რაც არის ხოლმე ერთ-ერთზე რომ რჩებიან ხშირად არის ხო აი ვაი და ამიღოს ვაი ვერ გავიტანო გოლზე ორიენტირება მაქსიმუმ და ხო ეს მათი საქმეა და კი ბატონო თუ ვიღაც გოლით იღებს სიამოვნებას უნდა მიიღოს გოლით სიამოვნება ვიღაც შეიძლება წართმევით იღებს სიამოვნებას მიიღოს წართმევით ხო სიამოვნება ეს ფეხბურთის ხო ძალიან ბევრი დეტალებისგან შედგება ნუ არ მხოლოდ ფეხბურთი არამედ სხვადასხვა სპორტები ხო აი მაგალითად ჩვენ კალათბურთში ყავდა ჩვენ რა ნუ სოფლიოს ყავდა დენის როდმანი რომელსაც შეეძლო 3 თამაში ისე ეთამაშა რომ ქულა არ ჩაეგდო მაგრამ მოხსნა ქონოდა სადღაც 90 პლუსი მოხსნები ხო ანუ ის ამით იღებდა სიამოვნებას ეს მნება ქონდა იმ სპორტში ხო სხვა შორის მე მგონი ჯორდანის სიტყვებია რომ მე იმდენჯერ ვიყავი წარუმატებელი ცხოვრებაშიო იმდენჯერ გაფეილდიო რომ მაგიტო ვარ წარმატებულიო კი მე ძალიან ბევრი სროლა ავაცილე, ძალიან ბევრჯერ გამოვარდი პლეიოფიდან და ზუსტად ეგ ამიზეზი, რატომაც ვარ წარმატებულია, ხო? ხო, აი ახლა მოვედით მარცხის შეფასებაზე რა, წააგო ბავშვმა, არის აი 9 წლის. და რაღაცა თამაში აქვს, რომელიც აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის რა და უნდოდა ეს მოგება, რა თქმა უნდა და მშობელს აქვს მოლოდინი რომ მოიგოს. ან იგივე რაღაც კონცერტი აქვს და ხო, კარგად უნდა წარმოაჩინოს თავის თავი ან ხო რაღაცა ტურნირი აქვს, იმისი რა ქვია. ტანვარჯიშის მაგალითად და ნუ იმდენჯერ ვერ ააგდო ის ბურთი როგორც უნდა ააგდო. აი როგორი არის შეხვედრა მარცხთან და როდის იქცევა მარცხი არა გამოცდილებად, არა მეტ ტრავმად. აი მაგალითად როცა მშობლის რეაქციაც ძალიან ძიმეა მარცხზე. ანუ რაღაც მომენტში მარცხთან მარტო უნდა დავტოვოთ რა ბავშვები. იმიტომ რომ ისწავლონ ამ ემოციებთან გამკლავება. თუ მე როგორც მშობელი სიტყვაზე ვნერვიულობ, იმიტომ რომ ჩემმა შვილმა რაღაც გადამწყვეტ თამაში წააგო, ან რაღაც მომენტი გააფუჭა, ან გადამწყვეტ პენალტი გააფუჭა და ეს ემოცია მივიტანე ჩემ შვილამდე. იმას კიდევ უფრო მეტად შერწყვება, გაუჩნდება სირცხვილის განცდა, რაც ძალიან ხშირია სპორტში. გაუჩნდება იმედგაცრუების შფოთვა, რომ აი მაგალითად მე იმედი გაუცრუე ჩემ მშობელს და მომავალშიც არ გავუცრუო და ეს ყველაფერი ფორმირდება ჩვეულებრივ სათამაშო ასპექტებშიც, ხო? და აი ერთ-ერთი რაც შემოდის ხოლმე აი მარცხთან შეუგებლობის დროს, ესაა ზუსტად იმედგაცრუების შფოთვა. რომ იმიტომ თამაშობ რომ არ გაუცრო იმედი ჩემ მშობელს და არა იმიტომ რომ მე რეალურად ვისიამოვნებდა რაღაც კარგი გავაკეთო. რეალურად გამოცდაზე რო გადის ბავშვი ალბათ იგივე შეგვიძლია განვაზოგადოთ, არა? კი, ხო ფსიქიკური პროცესია ეგეც და ხო საკონტროლოს წინ ნერვიულობა და რაღაც კონსპექტებში ყურება რომ აი რიქა ვისწავლოთ ხ მაქსიმუმი გავუწრო, ანუ საკუთარი თავის მიმართ მე ეს ყველაფერი განზოგადება საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნილებაზეც. და ნუ აი საბოლოოდ ეს მუდმივად ფოტოსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება ხო ხო სხვათა შორის ჩვენ ვართ ახლა მაგ პროცესში რომ აი ტესტის ფოტოა რა აი ჩემი შვილი რომელსაც აქვს საკმაოდ ნორმალური აკადემიური მოსწრება ანუ ნიშნები რაღაც გაკვეთილებზეც ყველა მასწავლებლისგან ძალიან კარგი შეფასება როგორც კი ტესტის დაწერის დრო მოდის ანუ ტესტში იღებს ყოველთვის ნაკლებ ქულას ანუ ამბობს რომ ტესტს ვერ უწერ რა და ანუ მისთვის ეგ რაღაცა ის არის გადაულახავი მომენტია და ეგეც ალბათ რაღაცა უკვე ქვეცნობიერი ეს არის აი ნიშნის შიში ხო აი ნერვიულობ რაღაც ვიღაც გაფასებს ხო ვიღაც გაფასებს ამ რაღაც და აკრას დაუწერ და დაესმება წერტილი მე სხვა წაიღებს და იმით შემოფასებს ხო და აი როცა შემოდის იმაზე ფიქრი რომ აი მე ვიღაც მაფასებს
ეგ мотивაციად არ შეგვიძლია ვაქციოთ? იმიტომ რომ რა ვიცი, ხან ვიღაცა მოდის რაღაცა სხვა გუნდიდან თუ სკაუტები თუ ზოგჯერ კლუბის მენეჯერები ვიღაცები ან ბოლოს მასწავლებელი გიყურებს მაგალითად რაღაც საკონცერტო ჯგუფში გადაგიყვანოს თუ არა, ანუ ეგ ვიღაცისთვის ხო არიან ტიპებისთვის ეგ мотивация? და უნდა იყოს კიდეც мотивация, მაგრამ აქ თავარი არის мотивация, ამ мотивациამ არ და ყველასთვის мотивация ეგ. და ანუ თავარი ამ мотивациამ არ დაგვაკარგინოს თავარი. ფოკუსი საკუთარ თავზე. ანუ მე ვითამაშო იმისთვის რომ იმას თავი მოვაწონო, თუ მე ვითამაშო იმისთვის რომ მე სიამოვნება მივიღო და ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო. ეს პატარა ბავშვს შეუძლია? ძალიან რთულია. არ შეუძლია. არა, უბრალოდ ანუ აი მშობლის მხრიდან კომუნიკაცია ის რომ შენ გააკეთე ის რაც ყოველს კარგად გამოგდი, შენ გააკეთე ის რაც შეგიძლია, შენ ამისთვის რეალურად იშრომე. ძალიან ბევრი ვარჯიში ჩაატარე, ძალიან ბევრი რეპეტიცია გაიარე ამ ყველაფრის და რეალურად ეგ შესაძლებლობები შენ გონებაშია, შენ სხეულშია და შეგიძლია გააკეთო. ხო, აი ამგვარი კომუნიკაცია შეიძლება ბევრად დამხმარე იყოს იგივე ბავშვისთვისაც, ვიდრე ის რომ აბა, დღეს ხო იცი არ უნდა წააგო, დღეს ხო იცი თავი უნდა გამოიჩინო. ის ფოთუითი გამოცდილებაც რო გადაგაქ რა შულზე, აი ეს დეტალები უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გაფილტრული რა. ხო, ანუ ვითამაშეთ და წავაგეთ კი არა. ხო, ვითამაშე და ითამაშა და წააგო და ეს რაღაცა მისი ტვირთია, მაინც ხო თუ ისე. კი, რაც უფრო მეტი ავტონომია ექნება პატარა ასაკიდანვე რა, მით უკეთესია მისთვისაც. ანუ აი ტრავმა მივიღეთ. ანუ თქვენ როდის მიიღეთ ტრავმა უნდა კითხო ხოლმე, თან მიიღო ტრავმა. იმიტომ რომ ხანდახან უჭირთ დისტანცირება საკუთარი შვილის ეგ ყველაფერში ეგრეა, ეგ ნეტა მარტო ქართული ფენომენია თუ? არა, იქაც არის რა ქვია. ატლეტიკო მადრიდის ვარჯიშს უყურებდით, 15 წლამდე გუნდი იყო და ანუ აქამდე რა კლუბებშიც ვიყავით, სადან ესე მშობლები დიდად არ დაგვინახავს რომ საინტერესოა ესპანეთში როგორ არის. ხო და ნუ მოკლედ ერთი დღე იყო ვალენსიაში ხიაკარის დღეც რაღაც შემოვიდნენ მშობლები და აი ატლეტიკოს აკადემიაში როცა უყურებდით ვარჯიშს, ეს ხო ბოლო სტადიონი, რომლის მერც იწყებოდა გზა. და ანუ უყურებთ და თვალებს არ უჯერებთ, რომ იმ გზისკენ არის რაღაც ბადეები, საიდანაც პატარა თავები ჩანს. ანუ იქაც კი ცდილობს მშობელი რომ უყუროს თავის 15 წლის ბიჭის ვარჯიშს, რომ ადგეს და რაღაცა დასკვნები გამოიტანოს. ხო აქ. თანაც არის ეგ. რო არ გიშვებენ, მაგრამ სადღაც რო იმას პოულობ, ეგრეთ განა მშობლები. კი, დინამოს აკადემიაში მაგ ადგილს ვეძახი ხოლმე, ღუდუშაურის ღობიდან რო იხედებიან ხოლმე, იქვე ანუ. ხო და რას აძლევს აი არის რას სარგებელს აძლევს, მე ვერ ხვდები საერთოდ. მესმის რომ გინდა საკუთარი შვილის ვარჯიშს ყურება, მესმის რომ გინდა ყველანაირად აკონტროლო, მაგრამ აი რას სარგებელს აძლევს თვითონ ამ ბავშვს ან თვითონ ამ მშობელს ამდენი ვარჯიშის ყურება, ვერ ხვდები. კარგი, ხა შიდა კულუარები და მწვრთნელს რა შეეშლება ნერვები მაგ დროს, ეგ გითხარი. ხო, ან მწვრთნელებს ნერვები ეშლებათ, ხო? აი იმ მომენტშიც, როცა მშობლისგან ჩარევა მოდის. ის რა არის შეძახილი მოდის. მწვრთნელებსაც აქვთ ფსიქიკა და მათთვისაც ხო არ არის რაღაცებთან გამკლავება მარტივი, იმიტომ რომ აი იგივე მშობლების მხრიდან ზედმეტ ჩართულობა მწვრთნელების ემოციურ მდგომარეობაზეც ძალიან მოქმედებს რა. იმიტომ რომ აი რაც ვახსენეთ, ხო, წეღან აქ მშობელი ერთს კარნახობს, მწვრთნელს საერთოდ სხვა რაღაც უნდა გააკეთებინოს ფეხბურთელს და ვიკარგებით, ხო? ბავშვი ვიკარგება თვითონ, რომელი მითითება გააკეთოს. თან ამას დამატებული თავისი უნიკალური აზროვნება კიდე. ანუ სამი აზრი როცა დევს ფსიქიკაში და რომელი კარგი, ხაი ძალიან გულწრფელად რომ მითხრა, რა არის მწვრთნელების ყველაზე მთავარი პრობლემა, რაზეც აი დაიწყებდა ბოლომდე გახვიდოდი და იმუშავებდი და აი გაასწორებდი, იმიტომ რომ ხა მეც ვამჩნევ ამ პრობლემებს და ყველა ალბათ ზოგჯერ ალბათ სუბიექტურადაც ვაფასებ, მაგრამ ნუ ყოველთვის რა თქმა უნდა ავტორიტეტი ამ მწვრთნელი, მაგრამ ყოველთვის მართალია ყველაფერში? ხო, რა თქმა უნდა შეგვიძლია ეკითხო ყოველთვის დავსვათ, მაგრამ ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაძლებელია ეს არის, რომ მწვრთნელებმა მეტი ნდობა გამოუცხადონ საკუთარ ფეხბურთელებს. ანუ უფრო მეტად ენდონ იმ პროცესებს, რასაც მთელი კვირა ატარებდნენ და როცა მოვიდნენ თამაშზე, აი ეს ყველაფერი გადაიტანონ ბავშვებმა იმ სათამაშო მოედანზე. არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთი, კალათბურთი იქნება, ხო? ანუ მწვრთნელებმა უნდა გამოიჩინონ ნდობა ამ ბავშვების მიმართ რა. რაც უფრო ნაკლები ჩარევა იქნება უშუალოდ მოედანზე, ამ გინდა კარნახის, გინდა მით უმეტეს აი ბურთი ხელში რო აქვს, ხო, კალათბურთელს და უკარნახო რა გააკეთოს, ან ფეხბურთელს ფეხში რო აქვს ბურთი და უკარნახო რა გააკეთოს, ხო? ეს ხო მის უნიკალურ გადაწყვეტილებას პოვობს. ერთხელ და ორჯერ არა, მაგრამ როცა ამ სისტემური ხასიათი
ეძლევა ხო ამ დროს ძალიან დამაზიანებელია და ასე რომ აი თავი რაც გამოასწორებდი ესაა რომ აი მწვრთნელები ენდონ იმ პროცესს რასაც თვითონ მიყვებიან და მოედანზეც როცა გავლენ სათამაშოდ უფრო მეტი ნდობა იყოს და ასე ვთქვათ აი ნაკლები ჩარევა ყოველთვის ყვირილით ან ასე ვთქვათ შეძახილით ხო უნდა იყოს რა თქმა უნდა კარნახი მითითებები ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცესია მაგრამ აი არიან მწვრთნელები რომლებიც შეიძლება არ ჩუმდებიან საერთოდ ხო მთელი თამაშის განმავლობაში მაგრამ აქ არის კიდე მეორე ვარიანტი საბრძოლო ხელოვნებები სადაც ანუ მართლა მწვრთნელმა უნდა უკარნახოს ხო სად შეიძლება შესვლა სად შეიძლება დარტყმა რომელი მხარე გაუხსნას სად შეიძლება გაუტაროს დარტყმა და შემდეგ აქ კიდე სხვა სპეციფიკა აქვს მაგრამ თუ ესე ვთქვათ გუნდურ და ინდივიდუალურ მოქმედებებზე მივდივართ ნუ უნიკალური აზროვნება უნდა ჩამოუყალიბონ ამ სპორტსმენებს რა. კაი, მესამე ტაიმს რას ეძახი? ძალიან საინტერესო ის არის ჩემთვის ეგ. ხო, მანქანაში როცა გრძელდება თამაში, ხო და თამაშის განხილვა. შეიძლება საერთოდ არ უნდადეს ბავშვს საუბარი თამაშზე და კომუნიკატორი იყოს მშობელი და დაიწყოს განხილვა ამ თამაშის. იმას ისევ არ სიამოვნებს ამ თამაშის განხილვა, იმიტომ რომ ფსიქიკას უნდა ცოტა დაიცალოს ხო ამ ემოციებისგან. თან მით უმეტეს თუ წარუმატებელი იყო, თუ წარუმატებული თამაში და თვითონვე დაიწყეს ძირითადად ლაბარაკს და მაგარი იყო და რაზეც ამბობს. და აი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა, ასე ვთქვათ, დაიცვას მაგ მხრივაც დისტანცია, აცადოს ამ ემოციებთან დარჩენა და თუ თვითონ იქნება ინიციატორი კომუნიკაციის, დაიწყონ საუბარი. მაგრამ თუ დაიწყებს ეს ბავშვი საუბარს ამ საფეხბურთო თემაზე, ეცადოს მშობელი რომ თვითონ ბავშვსვე აპოვნინოს პასუხი ამ კითხვაზე. აი მაგალითად, ძალიან მარტივი როგორ ვითამაშე? შენ როგორ ფიქრობ? შენ როგორ შეფასებდი შენ თავს? აი პირიქით შეუბრუნე კითხვები, რომ თვითონვე იპოვოს პასუხი საკუთარ თამაშზე, რომ ამით ჩამოუყალიბდება საკუთარი თვით შეფასება. ასე ვთქვათ, შეიძლება ცოტა პატარა კრიტიკული კითხვების შემოტანაც, რომ აი ის ისე კი არ ჯობდა რომ გაეკეთებინა წინასწარ მითითებას რო აძლევ. აი რას ფიქრობ იმ მომენტზე? ხო თუ თვითონ იყო რა თქმა უნდა ინიციატორი, თუ თვითონ არ იყო ინიციატორი, ჯობია რომ საერთოდ არის საუბრობ ფეხბურთზე, რა ვიცი რაღაც საერთო ინტერესი აღმოაჩინონ, რაღაც მუსიკა მაგალითად ან არ ვიცი დარტსი. ხო, ეგ ძალიან რთული ის არის ჯერ რა, მე მგონი დიდი მისჭირდება მშობელს ცოდნა განათლება რა ამ კომპეტენცია მიმართულებით, რომ აი რაღაცა თავისი აზრი არ მოახვიოს ბავშვს თავზე, მაგრამ აი ეს ძალიან აზიანებს ეს მომენტები, აი იმ პროცესს, რომ აი მაგალითად, ჩემი აზრით იქ უნდა დაგერტყა, აი რას ელოდებოდი, დაგერტყა რა ეს ბურთი და გაიტანდი. ხო, აი მაგ რაღაცას მწვრთნელი ისაც ეტყვის. ხო? ან თუ დასარტყმელია, თუ პასია გასაკეთებელია, ამ შემთხვევაში როგორც მწვრთნელებზე ვამბობ, რომ ნდობა გამოუცხადონ ბავშვებს, მშობლებმაც გამოუცხადონ ნდობა მწვრთნელებს, ხო, იმ კომპეტენციაში რაც აქვთ. და მაგ დასარტყმელ ეპიზოდებსაც განიხილავენ. ვარჯიშზე ძალიან ბევრჯერ გაივლის მსგავს ეპიზოდს და ისწავლის ამას თავისით. ახლა ერთი თქმა რეალურად არ ცვლის საერთო სურათს. ან იმ დარტყმამდე ეს ბავშვი ძალიან ბევრ მოტორულ უნარს ავითარებს, ძალიან ბევრ აზროვნების უნარს, კოგნიტურ უნარს, ხო, შემეცნების საიდან რა სტიმული მოდის და რა მომენტში როგორ მიიღოს გადაწყვეტილები. ახლა ერთხელ რო ეტყვი რომ იმ მომენტში უნდა დაგერტყა რა ადგება და მეორე დღეს იგივე მომენტი რო ჩავარდება და ან ამის დროს უბრალოდ ანუ მიდის იგივე ფიზიკური მუშაობა ამაზე, ფსიქიკური მუშაობა, ხო, აი მენტალური მუშაობაში აი ხშირად ვიყენებ ხოლმე მე თვითონ ტექნიკას ვიზუალიზაცია რაც არის წარმოსახვითი ვარჯიშები, უბრალოდ აი თვალი დახუჭე, სპორტსმენად რაღაც მომენტი ვერ გამოგივიდა და წარმოიდგინე როგორ გააკეთებდი ამას უკეთესად. და მე ფიზიკურადაც გაიმეორე, არ მხოლოდ მე, არ ძალიან ბევრი სპორტის ფსიქოლოგი და ასე ვთქვათ სპორტის ფსიქოლოგის მთავარი ტექნიკა არის ალბათ ვიზუალიზაცია. ხო, და ამ ყოველთვის სჭირდება ვარჯიში რეალურად. ანუ ეს თქმა რა სარგებელს მისცემს ამ ბავშვს, მაგას უნდა ვიფიქროთ რა. და საბოლოოდ მივდივართ იქამდე რომ რა პირველი კითხვა იყოს რა ქენი სიამოვნე თამაშთან. რა მოგეწონა დღეს შენ თავისგან? რა ისწავლე ამ თამაშით? და არა ის რომ ის როგორ ვერ გააკეთე, არ იყო რა მაკრიტიკებელი, იმიტომ რომ ბევრად მნიშვნელოვანი და ბედნიერი მომენტები შეიძლება გაიზიაროს საკუთარ შულთან, ვიდრე ერთ თამაშის განხილვა. ისე დაუბრუნდები პირველ კითხვას, აი ნიჭი და რაღაცნაირად ესე მგონია რომ ესე იგი ნიჭიერი ბავშვი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიურად გამართული და ჯანმრთელი ბავშვი ძალიან ცოტა შეიძლება იყოს ამ მენტალური მზაობა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მაგ დროსაც, ხო, ნიჭსაც სჭირდება მოფრთხილება. ანუ თუ მაგალითად მე ძალიან ნიჭიერი ვარ, ეს ნიჭი ფსიქიკურ დამოკიდებულ, მენტალურ დამოკიდებულებებს ხო არ ცვლის. ყველა ადამიანი ერთიანი ვართ იგივე ემოციების წინაშე, იგივე
რაღაცა სპორტის წინაშე, ნერვულობის წინაშე და ზუსტად ამ დროს ხშირად არის ხოლმე მაგალითად ნიჭი იკარგება, იმიტომ რომ მენტალურად არ იყო მზად სპორტსმენი ამ ყველაფრისთვის. აი როგორი უნდა იყოს მენტალურად გამზადებული ადამიანი. შეიძლება არ იყოს რაღაც პროფესიონალურ სპორტზე ლაპარაკი, მაგრამ რაღაცა ეს პროცესი გაიაროს ისე რა დაუზიანებლად. აი თან რთული დაუზიანებლად. ეს დაზიანებად საჭიროა, რომ მე ეს ანუ ტრავმა, აი მაგალითად პოსტტრაუმული სტრესი ხო ვიცით რაც არის ხო? ანუ რაღაცა მძიმე მომენტი, მე ახდენს ჩვენზე გავლენას და ცხოვრების ხარისხს გვიქვეითებს, გვაქვს ფლეშბექები და ასე შემდეგ, მაგრამ თუ რაღაც მძიმე მომენტი იყო, ეს ჩვენ კი არ უნდა ჩამოვაყალიბოთ პოსტტრაუმული სტრესი. არამედ უნდა ჩამოვაყალიბოთ პოსტტრავმული ზრდა. აი რაც ნიშნავს იმას, რომ აი მნიშვნელოვანი წაგებული ფინალის მერე, ან რაღაც მნიშვნელოვანი გაფუჭებული პენალტის მერე, როგორ გამოვიყენებ ამ მომენტს იმისთვის, რომ მე როგორც პიროვნება, მე როგორც სპორტსმენი გავიზარდო. და PTSD ავიცილოთ და შემოვიტანოთ PTG. მაგალითად, აი ესეც ხშირია ხოლმე რა სპორტში. პოსტტრაუმული ზრდა. ესე იგი ეს ტერმინი ჩემთვის ახალია, იმიტომ რომ ალბათ ხო მართალი ხარ. ტრამვების გარეშე ხო არავინ არ ცხოვრობს. წარმოუდგენელია და თუ შესაძლებელია მაგის რაღაცნაირად გარდაქმნა, მერე იმაში, რა ქვია, გამოცდილებაში, ხო ალბათ მაგაში ყველარენს ვიღაც უნდა დაეხმაროს. კი, ჩვენ თუ ჩავყვეთ ახლა ჩვენ წარსულებს ან ბავშვობებს, ხო, რაღაც ტრავმა ძალიან კარგი გავლენა იქონია ჩვენზე როგორც პიროვნულად, ისე კარიერულადაც. მაგრამ ყოფილა ტრავმა, რომელმაც პირიქით ძალიან ცუდად იმოქმედა, ხო, ჩვენ ფსიქოემოციურ განვითარებაზე. მაგრამ ვეცადოთ, რომ თავი ფოკუსი გქონდეს ამ პოსტტრაუმულ ზრდაზე, ან თუ რაღაც ცუდი მომენტი იქნება კარიერაში და ცხოვრებაში, არ არის ეგ დასასრული, ხო? არსებობს გაგრძელების საშუალება და ეს უნდა იცოდნენ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს. შეხვედრაზე მაშინ ძალიან საინტერესო იყო ეგეთი მკითხვა, რომ აი თქვენ შვილს პატარასაც როცა უნდა წავიდეს ვარჯიშზე, თქვენ ახსენებთ მუდმივად, რომ აი ჩაალაგე ჩანთა, წამოდი, გვაგვიანდება თუ ყოველთვის თვითონ არისო მზადო რა, ანუ რა არის ის ნიშნები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს მას უნდა. და როგორ უნდა გავმიჯნოთ, რომ მართლა აი ჩვენი სურვილები არ მოვახვიოთ ბავშვს თავზე, მაგალითად არ ვიცით თუნდაც სხვა პროფესიაზე და ეს მან თავისი სურვილით გააკეთოს. რეალურად როცა შენ გინდა რაღაც ხო უფრო კარგად გამოგდის. რა თქმა უნდა, კი. აი ზუსტად მაგაზეც რომ მოკიდებული ჩანდით რო გელოდება რომ წავიდეთ დროზე ვარჯიშზე ეს ძალიან პირდაპირ ესე დანახვა შინაგანი მოტივაციის რომ მას უნდა გააკეთოს მას უნდა რომ წაიყვანო რა მაგრამ თუ ჩვენ გვიწევს რომ ადექი წამოდი ვარჯიშზე ადექი წამოდი ცეკვაზე ადექი წამოდი რა სოლფეჯიოზე ან ადექი წამოდი რა ვიცი ცოცვაც სადაც დადის არ აქვს მნიშვნელობა რა ამ დროს გამოდის ისე რომ ანუ დადის იმიტომ რომ რეალურად უნდა იაროს და არა იმიტომ რომ თვითონ აქ ამის სურვილი და აი მაგ დროს აი რას შეატყობთ იცი აი რამდენად გატაცებით ამ სპორტით რამდენად გატაცებული რამდენად ჩართული შეიძლება თეორიულ ნაწილს რამდენად ეცნობა რამდენად უყურებს რამდენად სულ ამაშია ხო აი ფეხბურთელები და ზოგადად სპორტსმენები თუ ამ სპორტს ირჩევენ ძირითადად აი მეც კი ვსაუბრობ ხა დისტანცირდეს სპორტს გარეთ ნაკლები სპორტული აქტივობა მაგრამ მაინც მაგ სოციუმში ტრიალებ ეხლა ჩემთვისაც მაინც შეიძლება დავასრულო სამუშაო და მაინც წავიდე და იგივე ფეხბურთს უყურო ან ფეხბურთზე რაღაცა გავაკეთო ან ასე შემდეგ მაგაზე აი მაგალითად დიდი მუსიკოსების გამსმენი არგუმენტი რომ კიდევ კარგი დედა ჩემა დამაძალა თორემ ჩემგან ეს არ გამოვიდოდა აი რაღაც აი ზღვარი სად გადის რა იმიტომ რომ ზოგჯერ ბავშვები არიან არ ვიცი ეს სიზარმაცე უტევთ თუ რა არის ეხლა მაგალითად აი გოგოსთანაც მქონია ეგ ის რა აღარ მინდა ამ სიმღერაზე სიარული თუ რაღაცა მაგრამ მე ჩემი რაღაცა არგუმენტებით ვცდილობ რომ სულ დავარწმუნო რომ ეს რაღაცა მინიმალური რაც გონია რომ აი მაინც ეგრეა ყველა მშობელი ხა ვაღიარო და ალბათ შენც ეგრე იქნები და ხო ყველა მშობელი რა რომ აი რაღაცა ეზარება და მოდი მე გადავატანინებ ხა ამ სიზარმაცეს და რაღაც მე ორივე კმაყოფილები ვიქნებით რა რატო აღარ უნდა წასვლა ხო ან თუ რაღაც ისეთი აუ ეზარება უნდა რომ იჯდეს და სკროლოს ის დაათნახევარი ხო მაშინ ანუ სკროლოს მართლა ჯობია სიმღერას ეს იარულია ხო ჯობია კი მაგ მხრივ ვერ შეგეწინააღმდეგებით რა უბრალოდ თუ არის რაღაცა ისეთი აქტივობა რაც ცდილობს დისტანცირებას ან რაღაც თავის არიდება უნდა დიდად არ სიამოვნებს ხო ამ დროს შეიძლება რომ ღიად ვისაუბროთ მაგრამ თუ მართლა ეს შეიძლება სიზარმაცე იყოს და ნუ
ჩავანაცვლებთ მაგალითად სკროლოს რაღაც საინტერესო აქტივობით ბევრად უკეთესია. ეხლა ეს სკროლოც ხო ამ სპორტსმენებშიც ძალიან ხელი შემშლელია, იმიტომ რომ ეს პროკრასტინაცია ჩვეულებრივი, როცა ეგ აღხსნათ რა არის? აი მაგალითად დროის ისე კარგვა, როცა აი არაფერს არ აკეთებ, ყოველთვის რაღაცას გადადებ და აი მოდი 5 წუთი დავსკროლავ და 5 წუთი ავდგები და სიტყვაზე საჭმელს მომიმზადებ, მაგრამ გადის 50 წუთი და აი ზუსტად მაგ პროცესს ქვია პროკრასტინაცია და სპორტსმენებში ძალიან ხშირია ხოლმე, რომ აი ხა 5 წუთი დავსკროლავ და ჩავალ ვივარჯიშებ და უცებ გადის 1 საათი და ვახვარჯი გავვლასე. სხვათა შორის ბავშვების კოგნიტურ განვითარებაზეც ძალიან მაინტერესებს, როგორ აისახება ხა შენ რაღაცა დაკვირვების ისიც გაქვს რა. ჩემი დაკვირვებით, როგორც მშობლის, გახდნენ უფრო გაფანტულები, ანუ კონცენტრაციის დაქვეითებას იწვევს სერიოზულად ეს ტელეფონის დიდი ხანი ყურება. უჭირთ მე აი თუნდაც არ ვიცი ხა მოედანზე ვერ განმაზოგადებ ნამდვილად, იმიტომ რომ არ მაქვს ამდენი კომპეტენცია, მაგრამ აი როცა ვთქვათ უფრო სხვა აქტივობებით არიან დაკავებული, ბევრად უფრო მობილიზებულები არიან. ანუ რეალურად აი თუნდაც სპორტში და სხვა აქტივობებში არის თუ არა მტერი ეს ტელეფონი და გაჯეტი. კი, იმიტომ რომ დოფამინის ჰორმონი, რომელიც აი ამ სკროლვით გამოიყოფა ინფორმაციის სწრაფი მიღებით, რომ ვეღარ ელოდები, ხო, ანუ აი მაგალითად შეიძლება უკვე გაუჭირდეთ ძალიან დიდი წიგნების წაკითხვა, იმიტომ რომ ანუ მიჩვეულია ფსიქიკა ძალიან მალე. უკვე გაუჭირდეთ, არა, უკვე უჭერთ. ხო, აი შეიძლება უკვე უჭერთ, ხო? ძალიან მალე ინფორმაციის მიღებას და აი ამ დროს საით უნდა შეიძლება მოედანზე სვერო გადმოვიტანოთ, რაღაც წვრთნელი როცა ხსნის დავალებას რაღაცა შეიძლება გასახდელში საუბრობს 5 წუთი, 10 წუთი, 15 წუთი. ხო, მათი ყურადღების დონე დაქვეითებულია. და აი ამიტომაც ნუ ჩვენი პრობლემა ეხა ყველა ვსკროლავთ მაინც და რაც არ უნდა ვიცოდოთ რომ არ დავსკროლოთ ამაზე დამოკიდებულება არ ვიცი თანამედროვეობის სენია, მაგრამ აი ამ კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად არის რაღაც პატარ-პატარა ვარჯიშები, პატარ-პატარა დავალებები, აი მაგალითად ქვიშის საათის ტექნიკა ძალიან ეხმარება ხოლმე ფსიქიკას, რომ ეს ანამ ეს ჩაიცლება, მოდი რაღაცას გავაკეთე. ეს რო ჩაიცლება, მე მქონდეს თავისუფალი დრო, ხო? აი რაღაც ამგვარი დეტალების გამოყენება შეიძლება რომ ცოტა გავაუმჯობესოთ ან მინიმუმ იმ პირველამდე ყოფას დაუბრუნოთ ჩვენი კონცენტრაციის დონე. აი ხა ძალიან მოდაშია რომ ყოველ მეორეს რო ADHD აქვს ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისა რა ქვია თვითდიაგნოსტირების. არის მოდა მართლა თუ მართლა ეგრეა? ADHD მართლა არის ყურადღების კონცენტრაციის სირთულისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რაც შეიძლება კონდეს ადამიანს და ძალიან არ არის მარტივ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება, მაგრამ რეალურად უმეტესობა ADHD-ით არის თვითდიაგნოზირებული, ხო? არ მისულა ფსიქიატრთან, არ მისულა რაღაც იმ კომპონენტებით ტესტირებაზე არ შეფასებულა და უბრალოდ თვითონ გააწყვეტა რა ხან ყურადღება რაღაცაზე ეფანტება, შეიძლება კონდეს ADHD, ხო? ეს ცოტა სპორტს გადაუხვით, მაგრამ ნუ საინტერესო თემაა, იმიტომ რომ კონცენტრაცია ზოგადად თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო რთული უნარი ხდება. და აი ჩვენც მაგალითად აი ბოლო წლებში რაღაც ჩემ თავზე დაკვირვებას ვაწარმოებდი სტატისტიკას, რომ აი რაღაც რაც უფრო ბოლო წლებში სკროლ ვარ ილსები და შემდეგ შემოვიდა უფრო ნაკლებად ვარ წიგნებთან კონტაქტში ვიდრე იქამდე. და რაღაც საინტერესო დამტყვევაა, ხო? იმიტომ რომ ძალიან ლოგიკური მე მგონია. მეც მაქვს ეგ პრობლემა, რომ უკვე მიჭირს ვამჩნევ ჩემ თავს, რომ მიჭირს აი უკვე დიდ ტექსტთან შინაარსში დარჩენა. იმიტომ რომ აი ეს ჩვენი ტვინი უკვე სხვანაირი რაღაც ინფორმაციის მიღებას არის მიჩვეული და ბავშვების ფსიქიკაზე ხო უფრო და უფრო ძალიან მალე მოქმედებს, არა ეს? კი, ძალიან თავისუფლად შეიძლება ახლა ჩვენ პოდკასტს ვიღაცა 1.5x-ით ან 2x-ით უყურებდეს. აჩქარებით გვიყურებ? შეიძლება, ძალიან დიდი შანსია. არა უშავს, თავარია გვიყუროთ. გამოგვიწეროთ და დაალაიქოთ, თუ აჩქარებით გვიყურებთ, ესე იგი საინტერესოა. ხო, ნუ უბრალოდ ნელ-ნელა ვერგებით ამ პროცესს და ნუ რა ვთქვათ ადაპტაციაც უნდა გავუკეთოთ ადამიანებმა ყველაფერს. კი, ძალიან მინდა და მელაპარაკა და მინდა ვილაპარაკოთ, იცი რაზე? ეხლა ძალიან ტრენდულია ეს რა, რომ მოტივაცია vs დისციპლინა. რომ ეს ორი რაღაც შემხედრია კიდევაც რაღაც მასალები, რომ რეალურად მოტივაცია დიდად არაფერს არ გეხმარება, კი არა და არ გაკეთებინებს რაღაცას, რაც გინდა ბავშვსაც და დიდსაც, ვიდრე დისციპლინა. ეგრეა? ხო, დისციპლინის გარეშე ძალიან რთულია რაიმე
მიზანს მიაღწიო, რაიმე დიდ მიზნამდე გახვიდე, იმიტომ რომ როცა მაგალითად მე თვითონ სპორტსმენთან მუშაობ, ვინც მაგალითად მოდის ხოლმე თავისთ, ხო, ძალიან დიდი შინაგანი мотиваცია აქვს რა, უმეტეს სპორტსმენს და თავის სურვილით როცა მოდიან ხოლმე სპორტსმენები გულისხმობ ამას, რომ ძალიან დიდი შინაგანი мотиваცია აქვს და რეალურად უნდათ რაღაც დეტალების გაუმჯობესება, ხო? ან ჩემი როგორც ფსიქოლოგის, ასე ვთქვათ, მენტალური მხარდამჭერის როლი არის ის, რომ მათ ვასწავლო სტრუქტურირებული სტრატეგიული მუშაობა, ნაბიჯ ეტაპობრივად რაღაცეების მიღწევადობის ფონზე იმ დიდ მიზნამდე ასვლა, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ეგ არის, რომ მე შეიძლება ძალიან დიდი мотиваცია მქონდეს იმის, რომ მოვიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მაგრამ ჯერ ვერ ვთამაშობ საქართველოს ჩემ ასაკში ჭაბუკთა ლიგაზეც კი. ხო, ანუ ამ დროს მიზანი იკარგება რა და უნდა დაისახო მიზნად, რომ მოდი მაგალითად მე ავდგები და ჩემ გუნდში გავხდები საუკეთესო ფეხბურთელი. რა მჭირდება ამისთვის, რომ გავაკეთო იგივე მარცხენა ფეხის გაუმჯობესება, სისწრაფის მომენტება რაღაც მოკლედ თვითგამორკვევის ანკეტასავით აკეთებენ. ხო, მე უნდა დაიწყონ საკუთარ თავზე მუშაობა. და ზოგადად ეს თვითდისციპლინა ბევრად ხელშემწყობია, ვიდრე мотиваცია, იმიტომ რომ мотиваცია რეალურად არის ის სტიმული, რომელიც წამოგაყენებს რაღაცას გაგაკეთებინებს, რაღაცას დაგაწყებინებს, მაგრამ თავარი არ მიატოვო. და აი ხშირად უთქვამთ ხოლმე რა. არ მიყვება რა დიდხანს, ხო? კი, სპორტსმენებს რაღაცის მიღწევა შეიძლება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე მიღწეულის შენარჩუნება. იმიტომ რომ იქ მე სულ გჭირდება იქ. აი მე შეიძლება ავდგე და რაღაც მომენტში დავიწყო ვარჯიში და ავწიო სიტყვაზე რაღაც 100 კილო. მაგრამ აი 100 კილო ავწიო, всё დავკმაყოფილდი ამით და მე თუ ეს სისტემატურად არ ვაკეთე, აუცილებლად გამიჭირდება მე იგივე რაღაცის გაკეთება, ხო? ასე რომ ანუ უნდა ვიცოდეთ, რომ თვითდისციპლინა ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე мотиваცია, მაგრამ мотиваციის გარეშე ძალიან რთულია დაიწყო რაღაც. კაი, და ბოლოსკენ რაღაცა ისეთი შემაჯამებელი რამე რეკომენდაციები ისეთი მნიშვნელოვანი, რაზეც მე გამომრჩა რომ ელაპარაკა. მშობლებისთვის რა საზოგადოდ არ არის აუცილებელი რომ მაინც ამის დიდ სპორტზე იყოს საუბარი, იმიტომ რომ ყველა მშობელს აქვს რაღაცა ყოველდღიური სამუშაო ბავშვთან ამ მიმართულებით. აი ყოველდღიური და მარტო ის ხო არ არის მშობლის მოვალეობა, რომ წაიყვანოს, მოიყვანოს, აჭამოს, ხო? ანუ რაღაცა როგორ მოამზადოს ბავშვის ფსიქიკა სპორტში შესასვლელად, არ ვიცი, ცხოვრებისთვის მოსამზადებლად რა ელემენტები. კი, ანუ ერთი რაც მთავარია, შეუქმნას მრავალფეროვანი გარემო. ანუ იცოდეს ბავშვმა, რომ ბევრი რაღაც არსებობს მის გარშემო, ბევრი რაღაცამდე ექნება, ბევრი რაღაცის მიმართ ექნება ხელმისაწვდომობა და აი როცა ბავშვობიდანვე ეცოდინება რომ შეიძლება რომ აი აქაც ვიყო, იქაც ვიყო, ისიც მომწონს, ესეც მომწონს, მრავალფუნქციური გარემო იყოს, იგივე სახლში შეიძლება სხვადასხვა თემებზე საუბარი, რაც მისთვის საინტერესოა, ხო? თვით აღმოჩენას ბევრ რაღაცაში გააკეთებს, ამ თვით გამორკვევას გააკეთებს, იმიტომ რომ იდეაში ესენი არიან არსებები, რომლებიც სწავლაზე არიან ორიენტირებული და ბოლოს სადღაც ქრება ეს სწავლის мотиваცია, იმიტომ რომ ყოველთვის აინტერესებთ რაღაც, რამდენ კითხვას სვამენ, ხო, რეალურად და ეს არ უნდა დაიკარგოს ეს კითხვები უკვალოდ და ჩვენი პასუხები ჯანსაღი უნდა იყოს რა. აი მოდი ისე არ მინდა რომ სპორტს გავწდე, მაგრამ ზოგადად ვიტყვი რომ აი იგივე სპორტსმენების მშობლებისთვის, მწვრთნელებისთვის, მომავალი სპორტსმენებისთვის, ან ამჟამინდელი სპორტსმენებისთვის, რომ აი ჩვენ ახლა დღეს ვისაუბრეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე სპორტში და დღეს უკვე პრაქტიკულად მენტალური მზაობის გარშე ძალიან რთულია იგივე high performance მიაღწიო, ხო, ელიტურ სპორტში ახვიდე და ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, მუშაობა, როცა მაგალითად ჩვენ თქვით რომ მშობლები ერევენ იგივე ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზე და რაღაც ტექნიკურად უსწორებენ შვილებს, ხო? ფეხბურთელი ფასდება ტაქტიკურად, ტექნიკურად, ფიზიკურად და მენტალურად. ნუ სპორტსმენი, ხო, ძირითადად ფასდება ამ 4 კომპონენტიანი მოდელით და მენტალურ დეტალებში უფრო მეტი ჩარევა შეიძლება იყოს მშობლის მხრიდან, ვიდრე ტაქტიკურში, ტექნიკურში და ფიზიკურში. ხო, იმას მივხედოთ, რა ჩვენი საქმე, ანუ მაგას მეუბნების რძილობიან. ხო, და ანუ თუ რაღაც მომენტში ვერ უმკლავდებიან, ამისთვის ვართ ჩვენც აქ ნუ დარგის სპეციალისტები, ასე ვთქვათ, შეუძლიათ რომ რაღაც მომენტში კონსულტაციაზეც მოგმართონ, შეუძლიათ რომ რაღაცა ბავშვსაც უთხრან უფრო მეტად ღია დრო ეს მენტალური მუშაობა დაიწყო არაერთმა სპორტსმენმა, იგივე ჯუდ ბელინგემმა რამდენიმე თვის წინ უკვე ღიად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მენტალური პრობლემები აქვს. მე მგონი ნაომი ოსაკა იყო კიდე ეგეთი ჩოგბურთში, რომელიც თქვა, რომ უარს ამბობ ინტერვიუებზე ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მენტალურად არ ვარ ჯანმრთელად და ხო, რონალდ არაუხო აი ბარსელონამ, რომ თავის ფეხბურთელი უბრალოდ ერთი თვით თუ თვენახევრით ჩვეულებაში გაუშვა, იმიტომ რომ მენტალურად გაუჭირდა რაღაცებთან გამკლავება და ნუ
ეს ხელშეწყობა უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს სპორტსმენებში ხშირად გაუწყდება ისინი ჩვენერი ადამიანები არიან, მათაც აქვთ ემოციები და მით უმეტეს ჯერ ცხოვრებისეული პრობლემების გამკლავება არ არის მარტივი და მერე როცა შემოდის სპორტი, აქ კიდე ორ ფრონტზე იბრძვის ფსიქიკა. თან მოზარდი, ხო. და თან აქ შემოდის კიდე ახალი დეტალი ფსიქოფიზიოლოგია, ხო, რომელიც ნუ კიდე ცალკე შეიძლება გადაღლა და გადაწვა. აი ხო ჯერს გადაწვაზე მაინტერესებს რა ეხა. გადაწვა ძირითადად ჩვენ მშობლებს აღვქვამთ ხოლმე რომ არის ფიზიკური, მაგრამ შეიძლება თუ არა იყოს მენტალური. კი, რა თქმა უნდა. ემოციური გადაწვა. ჩემი შვილი მაგალითად არ შეიძლება ჩემი მინუსია ეს და ალბათ, მაგრამ ბავშვობიდან არ იყო რა ძალიან გამზიარებელი და მოლაპარაკე ტიპი. და შეიძლება მე რაღაცები არ ვიცი, ანუ რა ხდება ვარჯიშებზე, რა ხდება თამაშებზე და ვთქვათ, მოედანს მიღმარა, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობს გუნდელებთან ძალიან ჯანსაღი ის არის გარემო, მაინც ხო, ანუ მის ტვინში რა ხდება ყველაფერი მე არ ვიცი. და ეს გადაღლა, გადაწვა, ხანდახან აი მართლა მანერვიულებს ხოლმე და როგორ ამას აქში ხარ, ასაკშიც შენი შვილია 14 წლამდე გუნდში თამაშობს, ხო, ამ ეტაპზე და აი არ მგონია რომ ემოციურად იმდენად გადაიწვას რომ ვერ გაკაჩოს. ეს შეიძლება უფრო იყოს აი როცა მოთხოვნებიც წამოვა მერე. აი მოთხოვნები წამოვა, იქ უკვე თვითონ რაღაც ბარიერებს უწესებს საკუთარ ფსიქიკას, ხო? აგებს საკუთარი რაღაც ვთქვათ შესრულების დონეს, რომ მე აი ესე უნდა ვიყო, ხო? აი ეს ყველაფერი ქმნის მერე ემოციურ გამოფიტვას, შეიძლება ფიზიკურად გაკაჩოს ბრჭყალებში, მაგრამ ანუ ემოციურად, მენტალურად იყოს დაღლილი. და მენტალური დაღლა უფრო რთულია ვიდრე ფიზიკური, იმიტომ რომ ფიზიკურ დაღლას, რა ვიცი, შეიძლება ერთდღიანი, ორდღიანი დასვენება და აღიდგენ და ფსიქოლოგიურად როცა ხარ დაღლილი, მე ეს ფიზიკაზე გადადის ავტომატურად რა. კი. იმიტომ რომ თავარი გასაღებია ის ხშირად აქ. და მაინც შესაძლებელია თუ არა თან იყო კარგი სპორტსმენი და თან მიიღო განათლება. კი, რა თქმა უნდა. და რა ვიცი, ყოველს მოუწოდება რა ერთი მაგალითი არსებობს. რანაირად? რაღაც მომენტში მოგიწევს, რომ ბევრ სკოლაზე წახვიდე რა. აი, სანდრო მამუკელაშვილი შორს რო აწავიდეთ. ქართველი კალათბურთელი მოვიყვანთ მაგალითად, ზირთად არ მიყვარს ხოლმე შედარებები, მაგრამ ადამიანმა 4 წელი ისწავლა ამერიკაში უმაღლეს სასწავლებელში, Seton Hillში და იმის გამო რომ NBA-ში დრაფტზე მოხვედრილიყო, უწევდა რომ 4-ვე წელი ესწავლა, ზოგი შეიძლება პირველივე წლიდან წაიყვანოთ, მაგრამ ნუ სანდროს მოუწია ამ გზის გავლა. დაამთავრა ეს უმაღლესი სასწავლებელი და იმ წელს დადგა დრაფტზე და აირჩია. მოკლედ ინდიანა მილვოკიში და ტრეიდა და ნუ ახლა უკვე ვხედავთ რამდენად კარგად თამაშობს სანდრო NBA-ში. ხო, ანუ ადამიანმა შეძლო და თან პარალელურად უმაღლეს განათლებას იღებდა და თან ემზადებოდა NBA-ისთვის. და ჩვენ გვაქვს ნათელი მაგალითი აგერ ქართულ სპორტში ეს და ვეცადეთ რომ განათლებას არ მოვაკლოთ საკუთარი რესურსი, იმიტომ რომ განათლებული ფეხბურთელი ან განათლებული სპორტსმენი უდრის უკეთეს ათლეტსაც, ხო? ხო, მაგრამ მგონი იშვიათობა ეგ უფრო, აი პირდაპირ ვიტყვი რა ძალიან გულწრფელად, რომ მე და ჩემი მეუღლე ხოცავთ მაგაზე ერთმანეთს. ხოცავთ რა, უბრალოდ რაღაცა განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. იმიტომ რომ ჩემს მეუღლეს სპორტული კარიერა გამოვლილი აქვს, ნაკრებშიც უთამაშია, მორაგბეა და შესაბამისად ძალიან კარგად იცის, აი დღეში 2 ვარჯიში მაგალითად რა რესურს მოითხოვს და მისი არგუმენტი არის, რომ თქვათ აი ეს სკოლის დატვირთვა, აი დროის თვალსაზრისით რაც არის, ხო, თქვათ დილის 9-დან 4 საათამდე არის ძალიან მაღალი უკვე პროფესიონალი სპორტსმენისთვის რა და ის ფიქრობს, რომ რაღაცნაირად შეიძლება თქვათ აქცენტი გააკეთოს ბავშვმა იმ მიმართულებებზე, რაც აინტერესებს, თქვათ განათლების თვალსაზრისით, მოუკლოს ინტენსივობას, თქვათ დანარჩენ რაღაცეებში და ამის ხარჯზე ეს სპორტული რესურსი უფრო გადაანაწილოს. მე ვამბობ, რომ რაღაცა აქ სადაც ეხა სწავლობს, უნდა დარჩეს და ასე ვთქვათ, გააგრძელოს იმ ინტენსივობით რა, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია, ხო უნდა ისწავლოს, აბა ის ხوار დარჩება და ასე შემდეგ რა, ანუ ამაზე თვითონ ბავშვი რა აზრზეა. შენი აზრით? არ ვიცი, თუ ეს გარემოს ცვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, შეიძლება რაღაც მომენტში თუნდაც ჩართოთ მაგ გაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ აი ჩემი სუბიექტური აზრით თუ ორივე მშობელი მაყოფილი ხართ მის განათლების ხარისხით და მისი საფეხბურთო ხარისხითაც. და ის ამას ორივე ფრონტზე რაღაცა უმკლავდება, ხო, ამ ყველაფერს. რა უცლებელია ცვლილება, ეს კითხვა დაუშვით საკუთარ თავს და პლუს რამდენად დიდ სარგებლოს მოგცემს ამ გარემოს ცვლილება. იმ 1 და 2 საათის დაზოგვის გამო თუ გადაყავთ,
ეს უფრო მისთვის შეიძლება იყოს იმ 1-2 საათი შეიძლება ჩემი აი სადაგარი ჩემი არგუმენტი. იმიტომ რეალურად scroll-ს ვერ ისვენებს ხო ტვინი. ვერა, მართლა. 1 საათი ძილისთვის იყოს მოვიდეს და ანუ მოკლედ ბევრი დეტალია რა მან და ძალიან ინდივიდუალური გადაწყვეტილება რა თქმა უნდა რა. გავლენას მოახდენს მის როგორც ცხოვრებისეულ დეტალებზე და როგორც სპორტულ კარიერაზე, იმიტომ რომ გარემოს ცვლილება არ არის მარტივი მithumetes ამას აქშიც. ნამდვილად აბსოლუტურად გეთანხმები. საინტერესო ის უნდა იყოს. და კიდევ ერთხელ ალბათ ხო მისი ხმაც ამ 100%-ში უნდა იყოს ერთ-ერთი გადამწყვეტი. ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა რომ დავამკვიდრო ეს ტრადიცია და ჩვენ სტუმრებს ვაჩუქო ხოლმე წიგნები და გვაქვს ესეთი არჩევანი რა. მოდი თუ გინდა ესეთი ეს გავაკეთოთ რომ აირჩიე რომელიც წავირთვე მაშინ აგვაქვს ესეთი ანუ ლიტერატურაც გვაქვს მხატვრული და ასევე გვაქვს რაღაცა ისენი მაგრამ აყაშვილის ტყურები მაქვს სხვა შეისავასწინეთ კაი მაშინ აი ემოციებს შემოგთავაზებ აი ამ ორ წიგს შორის ვფიქრობ მე თვითონ ერთი აზროვნე მარტივად და მეორე ემოციები ვინაიდან ეს ციკლი რაღაც მომენტში მოსმენილიც მაქვს ხო მოდი ამას ავირჩევ მაშინ დღევანდელ დღეს მადლობა ძალიან დიდი განსას პოდკასტისგან საჩუქრისთვის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია წიგნი და ზოგადად ხო წიგნის ჩუქება ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო პროცესია ხო ძალიან დიდი მადლობა იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო დაგვიწერეთ კომენტარები მშობლებო მწვრთნელებო მასწავლებლებო და მოზარდებო თქვენთვის რა იყო აქ საინტერესო ეგეც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ მოგწონთ ასეთი შინაარსი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრით